ქალი, მანქანა, იარაღი, ალკოჰოლი, მამაკაცის საყვარელი სათამაშოები თუ პატიმოყვარეობის დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალება. მამაკაცური IQ და საზოგადოებრივი იმიჯი, ინტელექტუალი კარიერისტი, მაჩო თუ მამაკაცური კრიტიკული დღეები და ტესტოსტერონით მართული ძლიერი სქესი. მოგესალმებათ, გადაცემად სოლქრული ფილოსოფია ეკატერინასთან და სოფიასთან ერთად. გესალმებით რადიო მედეფემის საეთერო სტუდიიდან FM 103-ზე მომართული თქვენი რადიო მიმღები. მოგესალმებით, შემოგიერთით, სოფია გახლავართ და რა თქმა უნდა ყოველ შაბათს გიერთდებით იმისაც რომ მოგაწოდოთ ძალიან საინტერესო და რა თქმა უნდა სასარგებლო ინფორმაცია. დღევანდელი ჩვენი თემაც როგორც ყოველთვის და ტრადიციულად გახლავთ ძალიან საინტერესო და ეს თემა იქნება შემდეგი: მამაკაცური ფსიქოლოგია და ფსიქოტიპები. მაშასე მოდი დავიწყოთ, ჩვენ გავიგებთ დღეს ძალიან ბევრ საინტერესოს, გავიმეორებთ კიდევაც, რაც ვიცოდით ამის შესახებ, როგორც ფენომენი მამაკაცი შევიცნოთ თუ როგორია. მაშასე დავიწყოთ ყოველგვარი შესწავლების გარეშე. ყველაზე საინტერესო კი ის იქნება, რომ თვითონ მამაკაცებიც კი აღმოაჩენენ საკუთარ ფსიქოლოგიაში რაღაც დაფარულსა და დამალულს. მაშასე ყურადღებით, რა თქმა უნდა, ყურადღებით და დავიწყეთ. მაშასე ნამდვილი მამაკაცები ძალას აფასებენ, მათთვის მნიშვნელოვანია თავს გრძნობდნენ ყველაზე და ეს აიძულებს მათ თავიანთი ძალითა და კუნთებით ითამაშონ. სწორედ ეს ის ძალა, რომლის გამოც მათ ძლიერი სქესი ჰქვიათ და რომელიც აძლევთ საშუალებას ოჯახსა და საზოგადოებაში მდედრობით სქესზე უფრო დიდი ამბიცია ჰქონდეთ და უფრო მაღლა იდგნენ. საკუთარი განსაკუთრებულობის მტკიცება მამაკაცების ცხოვრების კრედოა. ეს გამორჩეულობა შეიძლება ნებისმიერ რამეში გამოიხატებოდეს ყველაზე ლამაზი ქალის ყოლაში, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის ქონაში ან ყველაზე ძლიერ სექს მანქანად ყოფნაში. ამით მუდმივად იმის მტკიცებაშია მამაკაცი, რომ ის ყველაზე მამაკაცური მამრია. ამბობენ, რომ მამაკაცი ინსტინქტების და ჰორმონების მონაო, თუმცა ეს არასწორი განზოგადება იქნება. ამ მხრივ შეგვიძლია მამაკაცთა სამი კატეგორია გამოვყოთ. ესენია: პირველი, დაბალი სტატისტიკური მაჩვენებლის მამაკაცი, რომლის ინსტინქტები მართავს გონებას. საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლის მამაკაცი, რომლის გონება მართავს ინსტინქტებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცს მოდუნების საშუალება აღარ აქვს და ის ერთგვარად კომპლექსების მსხვერპლი ხდება ხოლმე. და მესამე, მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლის მამაკაცი, რომლის ინტელექტი და ინტუიცია მართავს გონებას და ინსტინქტებს. ეს ჩამონათვალი რა თქმა უნდა ფსიქოლოგებმა მოგვაწოდეს და მათზე დაყრდნობით მოვახდინეთ ამის განზოგადება და გაჟღერება. აი, რაც შეეხება ფსიქოლოგიის მამას ზიგმუნდ ფროიდს, მიაჩნდა, რომ სამყაროს ორი ინსტინქტი მართავს. ეს არის სქესობრივი და აგრესიული, თუმცა ადამიანის სოციალური არსებაა და საზოგადოება მისგან ინსტინქტების მოთოკვას მოითხოვს. ამ მიზნით იქმნება კანონები, ყალიბდება იდეალები და მორალური ფასეულობები. რაც შეეხება მამაკაცის აგრესიულ და სქესობრივ ინსტინქტებს, იმისაც რომ ისინი გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს, ამისთვის შექმნილია და ხელდასმულია ქორწინების ინსტიტუტი. არსებობს აგრესიული ენერგიის რეალიზაციის ისეთი სოციალური და მისაღების საშუალებაც, როგორიც არის სპორტიო, ამბობდა ზიგმუნდ ფროიდი. მამაკაცის ფსიქიკის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია. ის ყოველთვის ყველაფერში მართალია. ვერავინ შეძლებს საწინააღმდეგოს დამტკიცებას, თუ კი ის თავად არ მოისურვებს ამას. მამაკაცური ლოგიკა კი მუდმივად საზოგადოებაში მისი შეხედულებების ჭეშმარიტების მტკიცებას ემსახურება. გარდა ამისა, მას შეუძლია ითამაშოს ფაქტებით ისე, რომ ნებისმიერი კომბინაციით საკუთარი შეხედულებების სისწორე დაამტკიცოს და დაასაბუთოს კიდეც. ვინაიდან ეს შესაძლებლობა სხვა მამაკაცებსაც აქვთ, ამიტომ მათ შორის დაპირისპირება გარდაუვალია და უკომპრომისოა როგორც წესი. აი ეს მგონია, რომ მამაკაცები ხა გაფაციცებით გვისმენენ და რაღაცნაირად ესე აი თავს გადააქნევენ ხოლმე. თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ დაგვეთანხმებიან, იმიტომ რომ ყველა მათგანი ესე აშკარად თუ დაფარულად ყველა მამაკაცი არის ბუნებით ლიდერი და პირველობისათვის იბრძვის და მათი ლოგიკაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საკუთარი პირველობა და აზრის ჭეშმარიტება დაამტკიცონ. ასე გახლავთ მამაკაცის ზოგადი ფსიქოტიპი. ახლა კი მოდით განვიხილოთ, როგორ ხდება მამაკაცის ჩამოყალიბება და რა ეტაპებია იმისათვის საჭირო, რომ ნამდვილ მამაკაცად იქცეს პატარა ბიჭუნა, ხო? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მამაკაცის ცხოვრებაში. მამაკაცებო, ნუ გვიწყენთ გულისყურით და მთელი თქვენი არსებით მოგვისმინეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ უნდა გაგანდოთ თქვენ შესახებ.
მაშასე როგორ ხდება მამაკაცად ჩამოყალიბება? მამაკაცად ჩამოყალიბების პროცესი ხანგრძლივი და ეტაპობრივია. იმისათვის რომ მამაკაცი მამაკაცად იქცეს, მან გამოცდა უნდა ჩააბაროს და ხშირად არაერთიც. სწორედ ამ პროცესში ხდება მამაკაცის იდენტიფიცირება საკუთარი დანიშნულებისადმი. დღეისათვის ზრდასრულ მამაკაცთა სამყაროსთან ახალგაზრდის ზიარების ფორმად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჯარში მსახურიც, ესეც ერთგვარი ფორმაა და პრინციპში თანამედროვეობასთან ყველაზე ახლოს ეს არის. ეს ინსტიტუტი არა მხოლოდ იმისთვის არის ჩამოყალიბებული, რომ ქვეყანას ესაჭიროება ასე, არამედ სწორედ ის მოწიფულობის ასაკი და ხშირად მსმენია ამის შესახებ, რომ საკუთარი სურვილით მიდიან ბიჭები ჯარში, იმიტომ რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე სურთ გადასვლა და რაღაცა საკუთარ თავში უნდათ ცვლილებები მოახდინონ. საკუთარ თავში უნდათ რომ თვითდაჯერებულობის ინსტინქტი აღმოაჩინონ, ალბათ დამოუკიდებლად ცხოვრების პირველი ეტაპია ეს მე მგონი, როდესაც ოჯახიდან მიდის მამრი, იმიტომ რომ იმსახუროს ჯარში, მაგრამ ეს ყველაფერი იყოს საკუთარ თავზე დამოკიდებული ფსიქოლოგიასაც ცვლის გარეგნულათაც გაგიგია რომ მე ხშირად გამიგია ჯარში დავაშკაცდაო. კი, გამიგია, თუმცა ჩვენ ახლა უკვე აღარ არის ეს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, რაღაც ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ. მამაკაცური გამოცდა ერთგვარი. ეს უფრო ალბათ უფროს თაობას შეეხება, რომლებიც ხშირად სხვა ქვეყანაშიც კი მსახურობდნენ და მათთვის კიდევ უფრო სხვა გამოწვევა იყო ეს პროცესი, ახლა ცოტა სხვა პრინციპებით ხდება, მაგრამ მაინც მათთვის არის ეს გამოცდაც საკუთარი თავის და ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო პროცესია ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მამაკაცის ცხოვრებაში. მამაკაცის ფიზიკური უპირატესობა სრულიად არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს სისუსტეები. ცნობილი ფაქტია, მამაკაცები კონფლიქტის დროს უფრო იოლად კარგავენ წონასწორობას. მარტოობაც უფრო მეტად რთრგუნავთ, მამაკაცები უფრო მგრძნობიარები არიან ტკივილის მიმართ. და მეტად უჭირთ რთული ფსიქოლოგიური სიტუაციის გადალახვა. ანუ მე მგონია, რომ თუ მამაკაცი ძლიერი ქალი არ უდგას გვერდით რაღაცნაირად ესეთ რაღაცებს ვერ ერევიან ხოლმე და ძალიან ხშირად მე იკეტებიან საკუთარ თავში. კი, ასეც ხდება ხშირად, ამიტომ არის რომ ეს ან პირიქით ხდება, პირიქით ძლიერი მამაკაცი ქალისთვის, რა თქმა უნდა, დასაყრდენია ყველა ვარიანტში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის გამხნევება არ არის ცუდი, ხო? მე მგონი ერთმანეთის დასაყრდენი უფრო კარგი ვარიანტი იქნებოდა ამ შემთხვევაში. და ის რაზეც შენ საუბრობდი მამაკაცურ სისუსტეებზე, შესაძლოა ეს სულაც არ იყოს იმის ბრალი, რომ მათ ადრეული ბავშვობიდან ასწავლიან არ დაემორჩილონ გრძნობებსა და ემოციებს, უბრალოდ მოითმინონ და არ იტირონ ეს პრინციპში ეს არის სქესობრივი აღზრდა მართალი ხარ, ამიტომ მამაკაცები ზოგჯერ შეგნებულად უფრო ხშირად კი ქვეცნობიერად ელოდებიან ქალისგან გაგებას და ალერსსაც კი, როგორც თანადგომის ერთგვარ ფორმას. მამაკაცს ჭირდება ქება და აღიარება, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს სითბო და რაც მთავარია კომფორტი, განსაკუთრებით ოჯახში. კომფორტი ყველას უყვარს, მე მგონი, მაზოხისტი უნდა იყო კომფორტი, არ გიყვარდეს და არაფასებდე ამ ფენომენს, თუ რა ვიცი, რა ქვია. ზოგიერთი ფსიქოლოგი ავითარებს იდეას, რომ ადამიანის ბუნებაში ძევს კიდევ ერთი ინსტინქტი, ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, რაც წეღან უკვე აღნიშნეთ, რომ ყველა მამაკაცი ძალაუფლებისაკენ სწრაფვა კოდირებულია და ძალიან ქართულ მამაკაცებში მით უმეტად ძალიან კარგად გამოაშკარავდება ხოლმე. ეს მე მგონი სწორი მიმართულებით თუ ხდება, ეს მამაკაცებს ყოველთვის ხიბლს მატებს და თავდაჯერებას ართული რომ ეს არის ცუდი პირიქით ძალიან კარგია და ეს უბიძგებს მათ იგივე კარგი კარიერის შექმნისკენ და სულ წინსვლისკენ რომ ისწრაფონ. ხო, არა, რა თქმა უნდა, ამას სწორი მიმართულება უნდა. ხა ამისთვის არაფერი არ აკეთო და გინდა რომ პირველობა მოიპოვო რაღაცი და იყო პირველი, უხსოვარი დროიდან ძალაუფლების სინონიმებად მიიჩნეოდა წარმატება, ძალა, პატივისცემა და სიმდიდრე. ჯერ კიდევ პირველ საზოგადოებაში, პირველყოფილ საზოგადოებაში ბელადს ჰქონდა საუკეთესო საჭმელი და ჰყავდა ყველაზე ლამაზი ქალი.
აი დღეს კი ძნელად მოიძებნება მამაკაცი, რომელიც უარს იტყოდა ბელადის როლში ყოფნაზე და მზის ქვეშ ღირსეული ადგილის დაკავებაზე, თან მშვენიერი ქალბატონები რომ უნიავებენ ხოლმე. თანამედროვე მამაკაცისთვის სამსახური არ არის ადგილი, სადაც იგი ცდილობს თავის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილების, ძალაუფლების მოთხოვნილების რეალიზებას, არამედ არის ერთგვარი საშუალება ყოველას დაუმტკიცოს, რა შეუძლია და რამდენად ძლიერია და რამდენად მასში არის ეს ყველანაირი შესაძლებლობა და ლიდერული უნარჩვევები. იცი რა, მე ასე მგონია რომ ქართულ მამაკაცებში მაინც ეს პირველობის განცდა და სურვილი არის ყველაზე ხომ მძაფრად სხვა ერებთან შედარებით. რატომღაც ასე მგონია. ყველა ქართულ მამაკაცს უნდა რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ სიტუაციაში იყოს პირველი. ნუ ამბიციურები რომ არიან ეს უდაოა, მაგრამ რამდენად ყველაზე პირველები არიან, ამას ვერ გეტყვი, მაგრამ იმიტომაც არის ცხოვრება ბავშვობა ქართულ მამაკაცებს. აი ამაში დაგთანხმდები. ხო, დამეთანხმე ხო, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ხოტბა უნდა ასხაო და ყველაფერი კარგად იქნება. განვითარების ეტაპებიც გავიარეთ და მოდი ახლა ცოტა ესეთი განსაკუთრებით ქალბატონებისთვის მნიშვნელოვან თემასაც მივადექით და ეს ნამდვილი მამაკაცი გახლავთ. თუ როგორია ნამდვილი მამაკაცის ხასიათი, ან ვის როგორ წარმოუდგენია და ფსიქოლოგების გადმოსახედიდან როგორი უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ თუნდაც ფსიქიკა იყოს ჯანსაღი მამაკაცის. მოდი აბა შევიტყვეთ. მაშასე ნამდვილი მამაკაცი, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი, მოდით გავიგოთ. ყველა მამაკაცის ხასიათში არის რაღაც, რაც ნებისმიერ ქალს მოეწონება. ძალიან ხშირად არის ხოლმე გამიგია ესეთი გამონათქვამი, რომ გამონათქვამი კიდე აზრი, რომ მამაკაცის გვერდზე ეს ქალი როგორ ჩერდება, ან რაღაცა ფიზიკურად შეუფერებლები რო არიან, ძალიან ხშირად ხო არის ხოლმე ეს რაღაც, მაგრამ ნუ რაღაც არის შინაგანი თვისებები, რაც ხიბლავს ქალბატონს. თუნდაც მამაკაცურობა, რომელზეც უკვე ბევრი საუბრეთ, აი ეს მამაკაცურობა, რომელიც რა თქმა უნდა ვიზუალურად არ ჩანს, ის რაღაცებით გამოიხატება და ეს მხოლოდ ურთიერთობაში აშკარავდება. ეს სწორედ ის განსაკუთრებული მომენტია, რომელიც ქალბატონებს ყველაზე მეტად იზიდავს. რომ იყვიან კადრს მიღმა. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც იდეალური მამაკაცების მახასიათებელ შტრიხებად აღიარებული ყველა თვისება აქვს და ამის გამო ყველასგან გამოირჩევიან. ასეთი მამაკაცების კომპანიაში ყოფნა ყველასთვის სასიამოვნოა. განსაკუთრებით კი ქალბატონებისთვის, მაინც რა ნიშნები შეიძლება ჩაითვალოს იდეალური მამაკაცის მახასიათებლად. მოდით ცოტა ახლო წარსულიდან დავიწყოთ და გავიგოთ თუ რა ითვლებოდა მამაკაცური იდეალის მახასიათებლად. სოფია მოგვახსენებს. მოდი დავიწყოთ, საოცარია, მაგრამ ბოლო 100 წლის მანძილზე წარმოიდგინეთ და კარგი ტონისა და დახვეწილი მანერების წესები სულაც არ შეცვლილა. შეიცვალა გაგება სიტყვისა ჯენტლმენი და დროსთან ერთად განვითარდა ძოლის მაღალი კლასის წარმომადგენელ მამაკაც აღნიშნავდა. თანდათანობით ეს გაგება ჩაანაცვლა უბრალოდ განათლებულმა კულტურულმა გონიერმა და ქცევის წესების მცოდნე მამაკაცმა. რა თქმა უნდა, ჯენტლმენის მთავარი მახასიათებელი იყო არა შლაპა, ხელთათმანები და სიგარა, არამედ ეგრეთ წოდებული ჯენტლმენის კოდექსის მკაცრი დაცვა. მოდით კოდექსის პუნქტებსაც გავეცნოთ, რომელიც პირველად 1875 წელს გამოქვეყნდა სახელწოდებით ჯენტლმენის ქცევის ეტიკეტი და რომლის ცოდნას ჩვენს თანამედროვე მამაკაცებსაც ნამდვილად არ აწყენდათ. მისი დეფიციტი ერთგვარად შეინიშნება საზოგადოებაში, მომიტევეთ, მაგრამ ასეა. ამიტომ მოდით გავეცნოთ და რა იცით, იქნებ მოგეწონოთ კიდეც ბევრი რამ. მაშასე გირჩევთ მოკლედ. რომ მოგეწონოთ და შეისისხორცოთ ეს ყველაფერი, აღმოაჩინეთ თქვენ თავში, რომ კიდევ არსებობს ეს რაღაცაები, რაც შეიძლება რომ ნებისმიერ ასაკში ისწავლო, სწავლა სიბერემდეო. არასოდეს შეაწყვეტინოთ მოსაუბრეს სიტყვა. არ დაამთავროთ სხვისი დაწყებული წინადადება. ან აზრი და მოისმინეთ ბოლომდე. ანეკდოტი, ისტორია თუ თუნდაც ნაცნობი იყოს თქვენთვის, არასოდეს მოისმინეთ სხვა ადამიანების საუბარი, ანუ რაღაც არ დაუგდოთ ხვის საუბარს, თუნდაც ტრანსპორტში ალბათ. არასოდეს დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე ხმის ამაღლებით, ქედმაღლობით ან დამამცირებელი ქცევით. მაშინაც კი თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ოპონენტი ცდება, წარმართეთ დისკუსია მშვიდად გამოთქვით არგუმენტები, თუ ამჩნევთ, რომ თანამოსაუბრე ჯიუტია, შეცვალეთ თემა და მიეცით მას შანსი შეინარჩუნოს სახე.
ნამდვილი ინტელექტისა და კულტურის მქონე მამაკაცი, როგორც წესი, თავშეკავებული და ღირსეულია, სხვას არასოდეს აგრძნობინებს, რომ ინტელექტუალურად ან სხვა ნიშნით მასზე მაღლა დგას. კარგად მეტყველებაზე არც ისე უმნიშვნელოა მოსმენის კულტურა, სწორედ ეს აქცევს ადამიანს შესანიშნავ თანამოსაუბრედ. მშობლიურ ენაზე გამართულად ისაუბრეთ, მაგრამ სხვას ნურასოდეს შევუსწორებთ შეცდომას, მოერიდეთ პროფესიული ლექსიკის გამოყენებას, რომელიც სხვებისთვის გაუგებარია. არასოდეს ითამაშოთ ხუმარას როლი, ეცადეთ მოსაუბრეებმა იცინონ თქვენთან ერთად და არა თქვენზე. თუ ხვდებით, რომ საუბრისას გაცხარდით, თემა შეცვალეთ ან სულად გაჩუმდით, თორემ გაბრაზებულმა შეიძლება ისეთი ფრაზები გამოიყენოთ, რომლის გამოც შემდეგ გინანებ. ნუ იჭორავებთ, ეს ქალისაგან გამაღიზიანებელია და დამეთანხმებით მამაკაცისაგან საერთოდ აბსოლუტურად აუტანელი და ამაზრდზენით და კიდევ საუბარი პირად კავშირებზე, ფულზე, შესაძლებლობებზე და გავლენაზე ცუდ ტონად ითვლება. ესეთია, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული იდეალური მამაკაცის პროტოტიპი და ჯენტლმენობის კოდექსი, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ლონდონში. ასე ფასდებოდა მამაკაცი ჯერ კიდევ წინა საუკუნის მეორე ნახევარშიც, ახლა კი გავიგოთ თუ როგორია ნამდვილი მამაკაცის თანამედროვე აღქმა. თუმცა მანამდე უნდა მოვისმინოთ მუსიკალურ ჭრაზე უნდა გავიდეთ და მოდით მოვისმინოთ ბრუნო მარსის When I Was Your Man. უნდა მიუძღვნათ მამაკაცებს, რომლებმაც ცოტა დააგვიანეს საყვარელი ქალისთვის რაღაცეები ეთქვათ. გულდასმით მოусმინეთ სიმღერის ტექსტსაც გარდა ჩვენი საუბრისა და გამოგადგებათ ბრუნო მარსის რჩევებიც. მოკლედ თუ ინგლისური არის რჩევას ადამიანებმა. მაშინ ვეტყვი, რომ ბრუნო ყველა მამაკაც ურჩევს, რომ სანამ გვერდით ყავს საყვარელი ქალი, მანამ მოასწროს და უთხრეს რისი თქმაც უნდა და მანამ დააფასოს. ასე რომ გავედით ჭრაზე, ვუსმენთ ბრუნო მარს და გიბრუნდებით რამოდენიმე წუთში. ასე რომ სულ ცოტა ხნით გემშვიდობებით. გავქრით ეთერით. თქვენ უსმენთ გადაცემას ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად. დაგიბრუნდეთ ეთერში გადაცემა ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად. მივესალმები სრულიად საქართველოს. შემოგიერთდები და მეც მივესალმები კიდევ ერთხელ დღემშვიდობის. დაგიბრუნდით თემით მამაკაცური განვითარება, ტიპები, ფსიქოლოგია და ასე ფსიქოლოგია, ფსიქოტიპები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შევჩერდით იმაზე, როგორ აფასებდნენ მამაკაცს, ანუ როგორც ჯენტლმენს 100 წლის წინ დაახლოებით. და როგორ იყო ჯენტლმენური კოდექსი და მისი პრინციპები, რომელიც მიიღეს 1895 წელს ეს ჯენტლმენური კოდექსი, მაგრამ როგორ აფასებენ თანამედროვეობაში ქართველი და არაქართველი ქალბატონები და რას თვისებებს მოითხოვს მამაკაცურობა, ანუ ნამდვილი მამაკაცი რომ ვუწოდოთ ერთი სიტყვით მამრობითი სქესის წარმომადგენელს, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მას? არის სასურველი, მოკლედ ამაზეა ლაპარაკი. მაშასე ეს არის ვაჟკაცობა, მით უმეტეს ქართველი მამაკაცებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხაზგასმენი ქართველი მამაკაცებიდან გამომდინარე ლაპარაკობ, იმიტომ რომ სხვებთან შეხება ეხა ესეთი არ მქონია და ვიცნობ მათ ტიპაჟებს, იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი მამაკაცია შესაბამისად. ვაჟკაცობა ეს არის მნიშვნელოვანი ხასიათის ნიშანი, რომელიც ქალს თავს დაცულად აგრძნობინებს. შემდეგი პრინციპი გახლავთ თავდაჯერება და პრინციპულობა. მამაკაცმა ყოველთვის ზუსტად და სწორად უნდა იცოდეს საკუთარი სიმაღლისა და შესაძლებლობების შესახებ. თავდაჯერება მას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს და პრინციპულობა, ოღონდ არა ჯიუტობა და არა გადამეტებული სწორი პრინციპულობა კი წარმატებაში უწყობს ხელს. რაც შეეხება შემდეგ თვისებებს, ეს არის გამბედაობა და აქტიურობა ქალბატონებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში, თუ ბიზნეს საქმიანობაში და თუნდაც გართობაში.
სიმშვიდე, თავაზიანობა, განათლება და ინტელექტი. ეს არის ნიშნები, რომლებითაც მამაკაცის ღირსება ფასდება და რომლებიც ქალბატონებთან ურთიერთობაში წამყვან როლს თამაშობს. ეს თვისებები რატომღაც მეორე პლანზე გადავიდა, ინტელექტზე საერთოდ აღარ საუბრობთ ხოლმე და ერუდიციაზე, თუმცა დაგვერწმუნეთ, მდედრობითი სქესის ორი წარმომადგენელი გახლავართ აქ და გეტყვით მამაკაცებო, რომ ინტელექტი ყოველთვის განსაკუთრებულად ფასდება ქალბატონის მხრიდან და ყოველთვის მოგებული დარჩებით თუ იზრუნებთ თქვენი ინტელექტის ამაღლებაზე. აი ასეთია მთავარი მამაკაცური უნარჩვევების მცირე ნუსხა, ხასიათის სიმტკიცის, ჰუმანურობისა და კეთილშობილების ნიშნები. ძნელია ყველა ამ თვისების გათვალისწინება, მაგრამ ნამდვილად ღირს იმისთვის, რომ სრულყოფილი მამაკაცი გერქვათ. ნამდვილად ღირს. შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებდა, ჩათვლის რომ ჩვენ ვინმეს ჭკუას ვარიგებთ, მაგრამ ეს აუცილებელი თვისებებია იმისთვის, რომ ქალბატონები მოხიბლოთ, თუნდაც არა ქალბატონების საზოგადოებაში, ზუსტად აი ეს ლიდერობა და პირველობის ამბიცია დაიკმაყოფილოთ, სადაც კი მოხვდებით ნებისმიერ წრეში. მაგრამ აი ამ ყველაფერთან ერთად მამაკაცებს რა თქმა უნდა სისუსტეებიც აქვს და სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ. კარგია თუ ცუდი მაინც მოგვიწევს ამაზე საუბარი. მამაკაცის სისუსტეებსა და უარყოფით მხარეებზე რაღაცა ორი სიტყვით მაინც უნდა ვთქვათ. ნამდვილად უნდა ვთქვათ, სქესი ძლიერია, მაგრამ სისუსტეები მაინც ახასიათებს და მოდით დავიწყოთ მამაკაცი მაჩოდან. ზოგ შემთხვევაში ეს დადებით კონტექსტში განიხილება ხოლმე, მაგრამ ჩვენ დავეყრდნოთ ერთ-ერთი ფსიქოლოგის მიერ დადებულ რეზულტატს და მოდით გაგაცნობთ როგორია ფსიქოლოგიური არის მაჩო. რეალურად როგორია მაჩოს ტიპაჟი. მაჩო განსაკუთრებულ მამაკაცურ პოზიციას ახასიათებს ტიპაჟი მაჩო, როგორიცაა პირობითი სიამაყე, ერთი მამაკაცის მიერ მეორესთან თავის წარმოჩენა, თავდაჯერება, რომ ქალი მამაკაცზე უნდა იყოს დამოკიდებული და რომ ის ქალზე მაღლა დგას. ტიპაჟი მაჩო ეს ფსიქოლოგიური დეფორმაცია თურმე, რომელიც მხოლოდ სუსტი ფსიქოლოგიის მამაკაცებს უჩნდებათ. ისინი ინტუიტიურად გრძნობენ მათი ფსიქოლოგიური მამაკაცურობის სისუსტეს და უნდა აღვნიშნოთ, რომ ფსიქოლოგიური მამაკაცურობის და არა სექსუალურობის სისუსტეს. და ამის კომპენსირებას ერთგვარად მამაკაცურობის გაზვიადებით ცდილობენ, ანუ მამაკაცურის კარიკატურული თვისებების წარმოჩენით. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მაჩო მხოლოდ თამაშია და ნიღაბია მამაკაცისთვის მაჩოს იმიჯი, რომელიც სრულიად ვერ აძლიერებს მას როგორც მამაკაცს. ნიღბის ქვეშ დამალურ მაჩოში ყოველთვის იმალება ქალური არსება თურმე, მაჩოს ტიპაჟი და მამაკაცურობა ერთმანეთის საპირისპირო ტიპაჟებია. მაჩოს შინაგანი სამყარო უფრო მეტად ქალურია და ამის კომპენსირებას თავის სუპერ მამაკაცად წარმოჩენით ცდილობს. მაჩო ვერ აანალიზებს, რომ მსგავსი თამაშით მხოლოდ საკუთარი მამაკაცურობის დეფიციტს ააშკარავებს და ამის დასაფარავად ის შემდეგ ხერხს მიმართავს. პასუხისმგებლობის თავის არიდება, ინფანტილურობა და პასიურობა, თუმცა ეს არა მხოლოდ მაჩოს ახასიათებს, არამედ კარიერის მამაკაცებსაც თურმე. აი აქ აუცილებლად უნდა დაგეთანხმო და გავიმეორებ შენს ნათქვამს, რომ თავის არიდება პასუხისმგებლობის და ზოგადად კონტაქტისათვის ინფანტილურობა და პასიურობა. აი ესეც არის ძალიან გახშირებული შემთხვევა და ერთგვარად სტანდარტად იქცა თუ ტენდენცია თუ არ ვიცი, რატო ხდება ხოლმე ასეთი მავნეჩვევები მოდური, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ გახდეთ ასეთ მავნეჩვევებს გადამდეთ. შეიძლება მაჩოც არ იყოთ, მაგრამ ამ ხერხს მიმართავდეთ, ეს ძალიან ცუდი საქციელია ქალბატონების მიმართ და ძალიან ცუდი რამ უნდა ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა, ეს მაჩო ალბათ მაშინ ადგებათ ხოლმე ამ მაჩოს ხერხის გამოყენება, იმ მამაკაცებს უხდებათ ხოლმე, რომლებსაც ზუსტად წეღან ვისაუბრეთ, რა ჯენტლმენს რა უნდა ახასიათებდეს, როგორი თვისებები უნდა ქონდეს, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის შინაგანი ინტელექტი. ანუ შინაგანი ინტელექტის დეფიციტია ხოლმე ესეთ მამაკაცებში და თავს ასაღებენ როგორც მაჩო, ანუ მის ნიღაბს სწორედ ეს არის კომპენსირება, რომელზეც საუბრობთ. ამოფარებული მამაკაცია, რომ დაფაროს მისი ნაკლოვანებები აი ამ ნიღბის მიღმა.
და სწორედ ჩვენი დროის დრამა არის ის, რომ ფსევდომამაკაცების რიცხვი მუდმივად იზრდება, სამწუხარო ისაა, რომ მსგავსი ქმედება მასისთვის მოდური და მისაბაძი ხდება, როგორც უკვე ვთქვი და ამის პროპაგანდას, მედიის, რეკლამის, კინოს და თანამედროვე ლიტერატურის საშუალებებიც კი ახდენენ, თუმცა შენიღბული ფორმით, მაგრამ მაინც აგრესიული მამაკაცი არის სტერეოტიპი, რომელიც ხშირად მისაბაძი მაგალითი ხდება, რაც არ უნდა საოცარი იყოს, აგრესია მამაკაცისთვის შეუფერებელ საქციელად და ნაკლად სულაც აღარ ითვლება. აი ზოგადად ცნობილია მამაკაცის ბიოლოგიური სქესის შესახებ, მაგრამ არსებობს კიდევ მამაკაცის ფსიქოლოგიური სქესი. უნდა აღვნიშნოთ, რომ მამაკაცის ბიოლოგიური სქესი ინდივიდს ფსიქოლოგიურ მამაკაცად ვერ აქცევს. მნიშვნელოვანია იმის შეგნება, რომ ყველა მამაკაცი დაბადებისთანავე 100%-ით ფსიქოლოგიურად მამაკაცი არ არის, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობით ამის მიღწევა ყველას შეუძლია, ასე რომ გვიწყენთ ეს კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა მამაკაცი დაბადებისთანავე 100%-ით არ არის მამაკაცად ჩამოყალიბებული. ამას აი ზუსტად ის ეტაპები ჭირდება, რაც აქამდე ჩამოვთვალეთ და რაზეც ვისაუბრეთ, თუნდაც ჯარი, თუნდაც ქუჩაში დგომაც კი ალბათ რაღაც ეტაპზე. მე ამის პროპაგანდას არ ვეწევი, მაგრამ რაღაც ასაკში აუცილებელია ქუჩის სკოლა გაიაროს მამაკაცმა. იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს, მაგრამ მამაკაცად მაგასთან დაკავშირებით პარალელი მინდა გავალო და გამახსენდა ქალებთან დაკავშირებული ფრაზა, რომ ქალად არიბადებიან, ქალად ყალიბდებიან. ასე რომ საწყენი არ არის, ქალად ჩამოყალიბებასაც ჭირდება ძალიან დიდი შრომა საკუთარ თავზე, ასევე მამაკაცად ჩამოყალიბებას ჭირდება. ბიოლოგიური სქესი ნამდვილად ვერ წარმოგაჩენთ ისეთად, როგორი ამბიციაც შეიძლება ქონდეს ნებისმიერ ჩვენგან. ეს არის ნათქვამი შემდგარი ადამიანიო და არაშემდგარი ადამიანი და არასრულფასოვნების კომპლექსი, ასე რომ შემდგარი მამაკაცი არ ეხება. ხო, შემდგარი მამაკაცი უნდა იყო, ანუ დაბადებიდან ასე არ ხდება, მაგრამ მერე რაღაცეებით მიიღწევა ეს ყველაფერი. და აქვე აღვნიშნოთ, რომ ძალიან ქალური ქალბატონი მიზიდულობას მხოლოდ ფსიქოლოგიურად და მენტალურად მამაკაცური კაცებისადმი გრძნობს, ასე რომ მამაკაცები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ იყო მაჩო, ეს მამაკაცურობის მაქსიმალური დადასტურებაა. ქალი კი ცდება მაშინ, როცა ფიქრობს, რომ ეჭვიანობა, ისტერიული მგრძნობელობა, ვნება ქალურობის მაქსიმალური გამოვლენა. დავიცვათ ოქროს შუალედი და სწორად წავმართოთ ჩვენი ფსიქიკაც, ჩვენი განვითარების ეტაპები იმისათვის, რომ ჩვენი ამბიცია იყოს გამართლებული და ის პერსონა, რომელსაც წარმოვაჩენთ, არ გახდეს ვინმესთვის ღიმილის მიზეზი. მე მინდა გითხრათ ის, რომ ეს თემა ესეც საინტერესოა. მე მგონი, რომ გამოხმაურება უნდა ვპოვოს და მე მოგმართავთ მსმენელებო. დაგვირეკეთ სტუდიაში, გითხარით თქვენი აზრი ან დასვით შეკითხვებით, თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით. ტელეფონის ნომერია 242 103. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ ჩვენს Facebook გვერდზე MedFM 103. ასე რომ ვიღებთ შენიშვნებს, კითხვებს, ვაფიქსირებთ აზრებს და ასე შემდეგ. მაშასე შემდეგი, რაც უნდა გავაჟღეროთ, ეს არის მამაკაცი ქალთან მიმართებაში, ანუ ქალის და მამაკაცთან მიმართებაში. ხო, ანუ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა უშუალოდ, მოდით ვნახოთ თუ როგორია ის და რას ამბობდა ამაზე ნიცშე. ნამდვილ მამაკაცს ორი რამ სჭირდება: საფრთხე და თამაში. სწორედ ამიტომ სჭირდება მას ქალი, როგორც ყველაზე სახიფათო და საშიში თამაშიო. ფროიდის ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარი ჟაკ ლაკანი მამაკაცის სურვილის ობიექტად ქალს ასახელებდა, მაგრამ ისეთ ქალს, რომელიც მამაკაცს უსხლტება, რაც უფრო მოუხელთებელია ქალბატონი, მით უფრო სასურველია. იგივე ლაკანი ამტკიცებდა, რომ სიყვარული კლავს სურვილს, არ ვიცი ამას რამდენად დაეთანხმებით. ავიღოთ მაგალითად რომანტიკოსების მიერ ხოტბაშესხმული მშვენიერი ქალი არაფერია მამაკაცისთვის იმაზე საშინელი, ვიდრე ასეთი ქალისკენ მიმართული სურვილის დაკმაყოფილება. ასეთი ურთიერთობის პარადოქსია სასიყვარულო ურთიერთობების სამომავლოდ გადადებაო. ასე ფიქრობდა ზიგმუნდ ფროიდის გახლდათ აი ეს ბოლო ფრაზა, რომ პარადოქსი ასეთი ურთიერთობის და კულმინაცია თუ დასასრული თუ არ ვიცი, გადადება რამდენად დასასრულია, მაგრამ ორი ძალიან ძლიერი ფსიქოლოგის აზრი იყო აქ გაერთიანებული, რამდენად დავეთანხმებით, რომ სიყვარული კლავს სურვილს, ან ხოტბაშესხმული ქალბატონის
ხელშესახებად ქცევა მამაკაცის ფსიქოლოგიას ერთგვარად არყევს. არ ვიცი როგორ ხდება ჩვენს დროში, მაგრამ როგორც ჩანს მათ დროში ასე იყო. რაც უფრო მიუწვდომელია, ნუ აქ ხალხზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება სხვადასხვა რაღაცა იყოს. ხო, რაც უფრო მიუწვდომელია და რაც უფრო სასურველია, მით უფრო გემრიელია ის. დიდი ხანი რომ რაღაცა გინდა და ოცნებობ, რომ რაღაცაზე რომ მოცნებობ და ის რო გისრულდება, არის ნუ რაღაცა არ ხარ დედამიწაზე დაფრინავ, ხო? და ასეა ალბათ მამაკაცის დამოკიდებულება ქალთან მიმართებაში, რაც უფრო ახლოს არის და მოსახელთებელია. სიყვარული შეიძლება არ ქრება და არ კვდება და არც ნება კვდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ყველაფერი რუტინად ხდება, ყოველდღიურია, უკვე შეჩვეული ხარ და ახალი ამაში თითქოს არაფერიც არ არის. თუმცა აქ საუბარი იყო რომ სწორედ ეს გაიდეალებული ქალი რომ ხდება ხელშესახები მამაკაცისთვის ყველაზე საშინელი მომენტიაო. ხო, ნუ არ ვიცი, ალბათ ზიგმუნდ ფროიდი ხა ამას ისე არ დაწერდა, ეს კვლევებმა აჩვენა ალბათ და მოდი, რა სურთ მამაკაცებს და კაცი იყო ერთი სიტყვით. რას ლაპარაკობ, აღიარე? ერთი ქალის ფსიქოლოგიის ვერაფერი გაიგო, თორე დანარჩენში მაგარი იყო. რა სურს მამაკაცებს და რაშია მათი ფსიქოლოგიის საიდუმლო? ეს კითხვა ადრე თუ გვიან ყველა ქალს უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ თუ სურს მამაკაცის იდუმალ სულიერ სამყაროს ჩასწვდეს. როგორი აქ ეს იდუმალი და სულიერი სამყარო მამაკაცს? რასაკვირველია, რაც უფრო მწარია ცხოვრებისეული გამოცდილება და რაც უფრო მეტი სისულელე გაქვს შადენილი, მით თუ უკეთესი ექსპერტი ხარ კაცური ფსიქოლოგიის საკითხებში. ქალის გარდა მამაკაცის ფსიქოლოგიის ამოხსნა მომავალმა მეცნიერმა სცადა და ქალის ფსიქოლოგიისაგან განსხვავებით საკმაოდ წარმატებითაც. მაშასე გავიგოთ მეტი მამაკაცური ფსიქოლოგიის შესახებ. გავიგოთ მეტი, ქალბატონებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ მამაკაცების კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა და ტვინი 200 გრამით მეტი ვიდრე ქალების. რომ ისინი კონტაქტურები და პოლიგამიურები არიან, არ აღელვებთ ცელულიტის რაოდენობის მატება, თუმცა ეს ყველასათვის ცნობილია, ამიტომ ქალები მუდმივად ცდილობენ უფრო მეტი და ახალი შეიტყოს საწინააღმდეგო სქესის შესახებ. ეს აღმოჩენა კი, რაც უფრო მაკომპრომენტირებელი იქნება, მით უკეთესი. მოკლედ ენაც დამება ამასობაში. ენეს ნუ კომპრომატებს მამაკაცების საწინააღმდეგო, თუმცა კი არა და ხშირად გამოგდის, ხო? ძალიან ხშირად ისინი გაკეთებენ რა. თუმცა ღამსკეს ძლიერს ვუწოდებთ, მაგრამ მათთვის სისუსტეების ქონაც ნებადართული ყოფილა, ჩვენ ნებას გრთავთ, რომ სისუსტეებიც გაგაჩნდეთ. მაგალითად, ტკბილეულის სიყვარული, ნუ აი ამას ვერ უარყოფს ვერავინ. აი ამის ნებას ვაძლევთ მამაკაცებს ნამდვილად. ქალბატონებისთვის ყველაზე სასიამოვნო კი მამაკაცურ ფსიქოლოგიაში სიყვარულის განსაკუთრებულობის თემაა. ეს ის თემაა მამაკაცებს სისუსტეთ რომ შეგვიძლია მივაწეროთ. მოკლედ, მაშინ არიან სუსტები, როცა უყვართ, აქედან გამომდინარე. აჰა. სისუსტეებს გამოავლენენ ხოლმე და ესე ვასუსტებთ მამაკაცებს, ხო? თუმცა შენ წარმოიდგინე, როდესაც მამაკაცები ცუდ ხასიათზე არიან, აი რატო არიან და რა ხდება ამ დროს, ახლა მე შენ გეტყვი. მამაკაცებსაც აქვთ თურმე კრიტიკული დღეები, მკვლევარებმა, რომლებიც მამაკაცის სასიყვარულო ფსიქოლოგიას სწავლობდნენ, განსაკუთრებული ტერმინიც კი მოიფიქრეს მამაკაცური გაღიზიანებისა და აღზნებადობის სინდრომი. თუ მამაკაცი გაღიზიანებულია, ის ირჩევს ლუდს სექსის ნაცვლად, თურმე წარმოიდგინეთ. ინგლისელმა მკვლევარმა რიჩარდ პეტლიმ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მამაკაცების ფსიქოლოგია დეტალურად შეისწავლა, მან დაასკვნა სტრესის ფონზე ჰორმონ ტესტოსტერონის დონე მცირდება, რის შედეგადაც მამაკაცებში ცუდი განწყობა, ძილიანობა და სექსუალური სურვილის ნაკლებობა ჩნდებაო. აი ეს ტესტოსტერონი, რომელიც მართავს მამაკაცების განწყობას, განვითარებას, დაკნინებას და ასე შემდეგ. ჰორმონი, ასე ვთქვათ. აი ქალების რა გითხრა და ტესტოსტერონი კი მართლა ჩაგრავს მამაკაცებს. ტესტოსტერონი ქალებსაც გააჩნიათ, ტესტოსტერონი მიეკუთვნება სასქესო ჰორმონს, ის რამოდენიმეჯერ უფრო მაღალია მამაკაცებში ვიდრე ქალებში, თუმცა ამ ჰორმონის მიმართ ქალები უფრო გრძნობიარეები ყოფილვართ, სოფია. ტესტოსტერონი არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას, როგორც ქალში, ასევე მამაკაცში. ტესტოსტერონი უზრუნველყოფს სექსუალურ სურვილებს, თურმე, თუ ტესტოსტერონის ნაკლებობა აქვს, მამაკაცს მაშინ არის ზუსტად მოწყენილი. მონაწილეობას იღებს სტრესულ რეაქციებში, თურმე ეს ჰორმონი. და შენ სწორად აღნიშნე, როდესაც კაცი შეყვარებულია, ტესტოსტერონის დონე ქვეითდება, მაშინ როცა საწინააღმდეგო ხდება ქალში, ანუ ქალი რო შეყვარებულია,
იმატებს დონე და ორჯერ. აი ურთიერთობის 1-დან 3 წლამდე კი მამაკაცში ეს ჰორმონალური ცვლილება რეგულირდება და უბრუნდება ნორმას. აი რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, რაც გვეუბნება სტატისტიკა მამაკაცის ვიზუალურ მხარეზე, მოდით ეს გავიგოთ. საშუალო სტატისტიკური მამაკაცის სასიყვარულო ფსიქოლოგია ისეთია, რომ ის შეხვედრის წინ საკუთარ გარეგნობაზე არც ისე ბევრს ფიქრობს თურმე, თუმცა ამას ვერ დავეთანხმები. მე მგონია რომ მამაკაცებიც არც ისე ცოტა დროს ატარებენ სარკისთან. მამრობითი სქესი მდედრისაგან განსხვავებით საკუთარი გარეგნობის მიმართ არც ისე კრიტიკული და მომთხოვნია, სტატისტიკის მიხედვით მამაკაცები ქალებთან შედარებით 4-ჯერ უფრო ნაკლებად იყურებიან სარკეში. დაგეთანხმები, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდით ნარცის, ანუ საკუთარ თავზე შეყვარებულ მამაკაცებზე, ასევე განსაკუთრებით მეტროსექსუალ მამაკაცებზე, ანუ თანამედროვე მამაკაცები, რომლებიც საკუთარ გარეგნობას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ყურადღებას აქცევენ და ამისთვის არც ფინანსებს ზოგავენ. მე ეჭვება ასეთი მამაკაცები ქალბატონებზე იშვიათად იყურებოდნენ სარკეში და ჩვენსავით მაღაზიის ვიტრინებს რომ ჩაუვლიან, თვალი არ გაეპაროთ. კი, ძალიან ბევრი დადგება ხოლმე ან მანქანის ფანჯარასთან, ან ისე რაღაცა ვიტრინასთან და რაღაცნაირად თავის გარეგნობას აკვირდება, რაღაცებს ისწორებს. ნუ მე არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე ძალიან მომწონს მეტროსექსუალი მამაკაცები. რა განსხვავება აქვს თუ მამაკაცი ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში და ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე, ეს ერთგვარი კულტურა და ეთიკაცაა. მოკლედ ახლა ისიც უნდა გაგიმხილოთ თუ როგორი მგრძნობიარები არიან კაცები, რაც ჩვენ სულაც არ გვგონია რომ ასია. ბრიტანელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რომანტიკული ფილმები მამაკაცებზე უფრო ძლიერად მოქმედებს, იმიტომ რომ ისინი ქალებზე სენტიმენტალურები ყოფილან. მამაკაცის სასიყვარულო ფსიქოლოგიაში ეს განსაკუთრებულობა შენიშვნის სახით უნდა შევიტანოთ და ხშირად ვაჩუქოთ მათ საჩუქრებიო. მოკლედ უნდა გავანებივროთ საჩუქრებით ესეთი მამაკაცები, რაღაცა არ ვიცი, მაგრამ რაღაც კატეგორიის მამაკაცები ალბათ არიან სენტიმენტალურნი, რომლებიც მელოდრამებზე, არ ვიცი, ტირია. სწორედ ამიტომ არ უყურებენ მამაკაცები მელოდრამებს, რომ არ აეტიროთ და ჩვენს არ დავინახოთ. აი ეს ჟანრის სასტიკად არ უყვართ. აჰა. აი რაც შეეხება ქორწინებას, ქალები პირველ პლანზე სიყვარულს აყენებენ, რა თქმა უნდა, კარიერის შემდეგ. მამაკაცები კი პატივისცემას, შემდეგ ურთიერთგაგებას და შემდეგ სიყვარულს. ამ ფორმატით მამაკაცზე 75% ხელმძღვანელობს, აღმოჩნდა, რომ მყარი საქორწინო ურთიერთობები მამაკაცებს ახალგაზრდობას უხანგრძლივებს თურმე. დაკვირვების თანახმად დაქორწინებული 60 წლის მამაკაცი უცოლოზე 9 წლით, ხოლო მოღალატე მამაკაცზე 7 წლით ახალგაზრდად გამოიყურება. გარდა ამისა, ქორწინება მამაკაცებს სისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებებისაგან იხსნის და მათი რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. სახლიდან გასვლის წინ ცოლის კოცნით, რომ ცხოვრებას 5 წლით იხანგრძლივებთ, ამის შესახებ ადრეც გიამბეთ და ძალიან ბევრი ვიცინეთ ამაზე. თუ თქვენ არ აკოცებთ თქვენს ცოლს, თქვენ 5 წლით ადრე მოკვდებით და სხვა აკოცებს თქვენ ცოლს. დაახლოებით აი ასე ვიხუმრეთ. და ბოლო და უმთავრესი ქორწინება გიცავთ მრუშობისაგან. ამის შესახებ ალბათ მცნებებიდანაც გვსმენია, ასე რომ იხსენით თქვენი სული. შემოგიერთები მოწოდებაში, რაც შეეხება მამაკაცურ IQ-ს, ანუ ინტელექტის კოეფიციენტი. აი, მამაკაცებისთვის ძალიან საყურადღებო პუნქტსაც მივადექით. დათისხმები, რომ შვენიერი სქესის წარმომადგენლები მამაკაცებზე ჭკვიანები არიან. თუმცა ეს ხმები გადაჭარბებულია, სინამდვილეში საშუალო ქულებით IQ თანაბარია. უბრალოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხშირად მათ შორის ხშირად გვხვდება ან სუსტი მონაცემების მქონე ან ვუნდერკინდი. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები კი ოქროს შუალედს იჭერენ, როგორც წესი. ეს მონაცემები იქიდან გამომდინარეობს, რომ მრავალი წლის მანძილზე ქალები იყვნენ მხოლოდ დედები და დიასახლისები, მამაკაცები კი მხატვრები, მუსიკოსები და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა ჟანრს მხოლოდ მამაკაცები მოიცავდნენ. ფუჭის საუბრები, ქალბატონები დარწმუნებულნი არიან, შესაძლებელია ტელეფონით მამაკაცის მოხიბლა თუ არა. ხმაში სექსუალური ნოტების გამოყენებით, თუმცა მამაკაცები ქალბატონთან სატელეფონო საუბარზე არც ისე დიდ დროს ხარჯავენ, განსაკუთრებით ახალი ნაცნობობისას. შორიდან მოსმენა თუნდაც სექსუალური ხმის მათთვის უინტერესო ყოფილა. ამით მხოლოდ მაშინ დააინტერესებთ, თუ მათ მოხიბლოთ ჯერ ლაივშიო.
აჰა. აი რაც შეეხება ფლირტი ის ჰობია, რომელიც მამაკაცებს აერთიანებს, მათთვის საუკეთესო გასართობი და სახალისო თავგადასავლების წყაროა, რა თქმა უნდა. ხერხები და თამაშის წესები ქალური ფლირტაობის ხრიკებისაგან განსხვავდება. ამ თამაშის საუკეთესოა ის, ვისაც ყველაზე კარგად ესმის სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია სხვებზე უკეთ გამოსდის. აი რაც შეეხება ქუსლებს, ქალის გარდერობის ყველაზე დიდ საოცრებას თავდაპირველად სწორედ მამაკაცები ატარებდნენ თურმე კოლგოტები, გამოშვები და ქუსლები, თუმცა მათი მოხმარების მიზანი ქალურობისაგან განსხვავდებოდა. ნივთები ქალური გარდერობიდან პრაქტიკული საჭიროებისამებრ გამოიყენებოდა, ქუსლები წოდების მაჩვენებლად, სიმაღლის მოსამატებლად ან სისუფთავის შესანარჩუნებლად გამოიყენებოდა. კოლგოტები კი მაშინდელი ევროპა იყო ძალიან ბინძური და სადღესასწაულო სამოსის შემადგენელი ნაწილი იყო კოლგოტი. აი ამას ნიშნავს, რომ სადღესასწაულო სამოსი უნდა სრულეყო, ასე ვთქვათ. რადგან კოლგოტებზე ვისაუბრეთ, ერთი სახალისო ისტორიაც გამახსენდა და იცოდით თუ არა, რომ პირველი გეიშები იყვნენ მამაკაცები. თუმცა ისინი ფეოდალებს ქალბატონებისაგან განსხვავებით სულ სხვა ხერხებით ართობდნენ და მე-17 საუკუნემდე მამაკაცი გეიშები სასახლის კარზე მასხარებს წარმოადგენდნენ. დიდრების გართობა ქალბატონებმა მხოლოდ მე-18 საუკუნიდან დაიწყეს თურმე და შემდეგ უკვე ხელოვნების საშუალებით ართობდნენ და ართობენ დღემდე. აი ასეთი იყო ზოგადი მიმოხილვა, ახლა კი კონკრეტულად მამაკაცის ტიპებზე უნდა გადავიდეთ. და მაინც მამაკაცის ფსიქოლოგია მშვენიერი სქესისთვის ჯერ კიდევ რჩება ამოუხსნელ საიდუმლოდ, იქნება არ ზღირდეს. ქალსა და მამაკაცს ხომ ერთმანეთისაგან სწორედ იზიდავს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ახლა კი ისიც გავიგოთ, რა ტიპის მამაკაცები მოსწონთ ქალებს. ნამდვილად ზოგ ქალს შავგვრემანი მამაკაცი მოსწონს, ზოგს ქერა, არსებობს რამოდენიმე თვისება, რაც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის. ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ქალბატონებს რომანტიკოსი მამაკაცები მოსწონთ. არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ქალების დიდი ნაწილი არჩევანს მაინც რომანტიკოსებზე აკეთებს, რომელ ქალს არ მოეწონება ყოველდღიურად ყვავილების თაიგული ან გასეირნება, რომანტიული ვახშამი, ან ნებისმიერი სიურპრიზი, რომელსაც თქვენი კრეატიული გონება შემოგთავაზებთ. ქალებს აგრეთვე ძალიან მოსწონთ ხელოვანი მამაკაცები, რადგან მათ სილამაზის აღქმის კარგი უნარი აქვთ. ქალებში ასევე დიდ ინტერესს იწვევს თავდაჯერებული მამაკაცი, რადგან მათ გვერდით თავს უფრო დაცულად გრძნობენ. ასეთი მამაკაცები არასოდეს იეჭვიანებენ საყვარელ ქალზე, რადგან არც ერთ მამაკაც არ განიხილავს კონკურენტის რანგში, ანუ არც ერთ მამაკაც არ აღიქვამს კონკურენტის რანგში. რა თქმა უნდა. პირველია ყველგან და ყველაფერში, ეს კი მას უფრო საინტერესოს ხდისო, ასე რომ ტოლს არ დაუდებს სხვა მამაკაც რო იეჭვიანოს. აჰა, ასეთებიც არსებობენ და თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობენ ქალები, რომლებსაც დღემდე ქუჩის ბიჭები მოსწონთ თურმე, თავზე აღებული ხალხი, რომელსაც უყვარს ურთიერთობაში სიმძაფრე და სწორედ ეს მძაფრი მომენტები ხიბლავთ ქალბატონებს. თუმცა ერთ-ერთ ფილმს თუ გავიხსენებთ, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია და მათი ტიპაჟები ნამდვილად საზოგადოებისათვის ძალიან მოსაწონი გახდა. ინტელიგენტი მამაკაცების დროც დადგა და მამაკაცები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ მანდილოსნებში, სწორედ ინტელექტუალები გახლავთ. ინტელიგენტებს ყველა გადაწყვეტილების მიღება მახვილგონიურად შეუძლიათ, ამიტომ მიზიდავენ ისინი ქალბატონებს. ქალს უყვარს, როდესაც მამაკაცი სწორად აფასებს მას, ხუმრობს მაშინ, როცა საჭიროა და არ კარგავს ინტელექტს იუმორის დროსაც. და ბოლოს უცხოელი პრინცები, ძალიან ბევრ ქალს უფრო უცხოელი მამაკაცი იზიდავს. ასეთი ქალბატონების სიახლის მაძიებელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან და ისინი უმცირესობაში არიან და ძალიან კარგი რომ უმცირესობაში არიან, მე ასე ვფიქრობ. მათ გვერდით კი არსებობს რამოდენიმე კატეგორია მამაკაცებისა, რომელთაგანაც უბრალოდ უნდა გაიქცე და ასეთები არიან კოლექციონერი მამაკაცები, რომლებიც უბის წიგნაკში სიას აკეთებენ ხოლმე, ალბათ ახლა უკვე მობილურში. შეიძლება iPhone-ში ალბათ აუცილებლად iPhone იქნება. ამ ტიპის მამაკაცები ყოველთვის თავბრუ დამხვევად საუბრობენ, თავს აკონტროლებს, ის ყოველთვის მომხიბვლელია და მას გვერდით ყოველთვის ყავს ქალი. ამ ქალთა სიმრავლეს ხშირად უყვება და
ეს ქალთა სიმრავლე მას ხშირად უყვარდება და ეს სახიფათე კატეგორიის მამაკაცია. თავის მხრივ კოლექციონერები შესანიშნავად ერკვევიან ქალურ ფსიქოლოგიაში, თურმე ასე რომ უფრთხილდით ასეთ მამაკაცებს ქალბატონებო, თუმცა არ მოტყუვდე თქვენი ნომერი მის მობილურში საპატიო ადგილს დაიკავებს და სხვა ლამაზმანების თუმცა სხვა ლამაზმანების ნომრების რიგში რა თქმა უნდა ასეთი საპატიო ადგილი თუ კი მისაღებია თქვენთვის და აი გადაწყვეტეთ. შემდეგი სახიფათო ტიპი რომელი მეათე რას ლაპარაკობ? მე-20. არა. აბა პირველი? ცივა ზემოთადი. მე-100. გაჩნია რა ასაკშია კოლექციონერი. შემდეგი სახიფათო კატეგორია მამაკაცების ქალბატონებისაც სახიფათო манипуляტორი გახლავთ. აი ეს ძალიან საინტერესო კატეგორია აღმოჩნდა ჩემთვის. ამ ტიპის მამაკაცის შეხვედრის შემდეგ დიდი ხნით ქრება, შემდეგ ისევ დაგეკონტაქტებათ, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ხან ქათინაურებით აგავსებთ, ხან კი ყურადღებასაც არ მოგაქცევთ და არც კი მოგიკითხავთ. გაფრთხილდით, იმიტომ რომ ეს ხასიათი არსად გაქრება, არც პიროვნებიდან და არც ურთიერთობიდან თუნდაც ის დიდხანს გაგრძელდეს. მე ვფიქრობ, რომ აი ეს манипуляტორი ყველაზე საშიში და ყველაზე მტანჯავი კატეგორიაა ქალბატონებისთვის. მე კიდევ უარესი უნდა გავაჟღერო, ეს არის ტირანი, ის არის ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, გადაწყვეტილების მიღება და დაცვა, მაგრამ რა ხდება შემდეგ? ის იწყებს თქვენი ცხოვრების მართვას, მოითხოვს, რომ სამსახურიდან წამოხვიდეთ, არგუმენტი ასეთია: მე კარგად გამოვიმუშავებ და ორივეს გვეყოფა. ასევე ის ამოწმებს თქვენს პოსტას და მიმოწერას და თქვენი მეგობრებისაგან იზოლაციაში გაქცევთ. ეს ყველაფერი რეალურად არა ზრუნით, არამედ ეგოიზმითაა გამოწვეული, ასე რომ აი ასეთ მამაკაცებსაც უნდა ერიდოთ ქალბატონება და დროზე დაუსხლტეთ ხელიდან. და ბოლო კატეგორია, რომელსაც უნდა გაექცეთ, წარუმატებელი მამაკაცები გახლავთ, ამ ტიპის მამაკაცები, საკუთარ უსაქმურობას სხვადასხვა უცნაური იდეოლოგიით ამართლებენ, როგორც წესი, მაგალითად, იმით რომ ყველა მდიდარი ქურდია თურმე. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ექნება შთამბეჭდავი კარიერა და ანგარიშები, თუმცა ლუზერები იმით განსხვავდებიან, რომ მათ არ სჯერათ საკუთარი თავის წარმატების და სხვების წარმატებასაც ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ. აი ესეთი გახლდათ მამაკაცების კატეგორია, რომელსაც უნდა გაექცეთ, პირობით სახელწოდება მიანიჭეს მკვლევარებმა და სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგიც გაგაცანით. ახლა კი რა როლი უკავია სიყვარულს მამაკაცის ცხოვრებაში? ორი სიტყვით სიყვარულსაც უნდა შევეხოთ აუცილებლად და ჩვენს დროში დუელები აღარ გაიმართება და აღარც გაიმართებოდეს, ვისურვებდი, მაგრამ ახლაც კი მამაკაცები მზად არიან ქალის გამოსისულელები და სიგიჟები ჩაიდინან. ნამდვილად ქალები ფლობენ ენერგიას, რომელსაც მამაკაცის ძალის მართვა შეუძლია, როგორც დადებითის, ისე უარყოფით ასპექტში. თუკი სიყვარულზე ვსაუბრობთ, მაშინ ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფაქტორებია ყურადსაღები და ეს ფაქტორები გახლავთ ყურადღება და ურთიერთგაგება წყვილს შორის. თავისთავად მამაკაცი, რასაც აკეთებს, ყველაფერს მხოლოდ ქალბატონისთვის და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მცდელობა სათანადოდ დაფასდეს, ეს კი მას კიდევ უფრო დიდ სტიმულს ანიჭებს. მამაკაცური ფსიქოლოგიის გაგება არც ისე რთულია, ყველა მამაკაცისთვის სასიამოვნოა მისი წარმატებული მცდელობის შედეგად საყვარელი ქალის აღფრთოვანებული თვალების დანახვა. ეს მე მგონი ქალისთვის ძალიან სასიამოვნოა და სტიმულს გვაწევს ჩვენც, ასე რომ თქვენც გაითვალისწინეთ. ყველა მამაკაცი ინდივიდუალურია, ამიტომ სიყვარულის ტიპური და სტანდარტული გამოვლენის მოლოდინი უაზრობა იქნებოდა და არც არის მიზანშეწონილი პრინციპში. ზოგიერთ მათგანს შეუძლია ლამაზად ისაუბროს, პოეზია იკითხოს, სერენადები იმღეროს, ზოგი კი სიტყვაზე ვერაბამს ნერვიულობისაგან, მან შეიძლება უბრალოდ დაგიხატოთ საკუთარი გრძნობები. ზოგი ძვირადღირებული საჩუქრებით ანებიურებს ქალბატონს, ზოგი კრეატივს ამჯობინებს. მთავარია მაინც ის არის, რომ თუ მამაკაცს აინტერესებს ქალბატონი არა მხოლოდ მისი სხეულის გამო, არამედ მისი პიროვნება, ხასიათის, თავისებურებები, ინტერესები, მოკლედ შინაგანი სამყაროთი თუა დაინტერესებული, ესე იგი მამაკაცი შეყვარებულია. ქალისა და მამაკაცის დაახლოების პირველ იმპულსს სქესობრივი მიზიდულობა წარმოადგენს თურმე და ამაზე ნუღა ვიკამათებთ. ბუნებრივია ქალს, რომელიც მოსწონს მამაკაცის შესაძლოა სიახლოვის ობიექტად განიხილავს. ამასთან რაც უფრო მიუწვდომელია ქალი, მით უფრო ძლიერია მონდომებას და დაუფლების სურვილიც. სექსი მამაკაცისთვის თვით დამკვიდრების საშუალებაა, ეს არის მისი მამაკაცური საწყისის მტკიცებულება, მაგრამ ზოგჯერ პირიქით იგი თვით რწმენის ნაკლებობის გადალახვის
საშუალებაც ყოფილა. გარდა ამისა, თუ მამაკაცი ნამდვილად შეყვარებულია, იგი ითვალისწინებს ქალის აზრს, ეგუება მის არსებობას საკუთარ ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველა ფორმით და ასპექტით. მზადა უარი თქვას საკუთარ ჩვევებზე, ცხოვრების წესზე, ლუდის ბარში გასატარებელ საღამოებზე, სპორტულ არხებზე, აზერტულ თამაშებზე და რაც მთავარია, პარტნიორთა სიმრავლეზეც კი. აი ასე იცვლებიან მამაკაცები, როდესაც მათთან სიყვარული მოდის ხოლმე და როდესაც ის ნამდვილია. ყველა მამაკაცი რჯულდება, მოკლედ, მოურჯულებელიც კი სიყვარულის დროს. ალბათ. რეალურად კი მამაკაცური სული ძალზედ ფაქიზია და სწორედ ეს არის მამაკაცური ფსიქოლოგიის ძირითადი საიდუმლო. მას ასე ქალბატონებო, შეაზავეთ ცოტა ყურადღება, ცოტა პატივისცემა, ცოტა სითბო, დაუმატეთ თქვენი გრაციოზულობა და შარმი და ასე უბოროტო და გულწრფელი ტაქტიკით თქვენ შეძლებთ მამაკაცის სულის სიმებსაც კი შეეხოთ, სულის რომელსაც ასევე სურს სიყვარული როგორც თქვენ. აი, ასეთი იყო მამაკაცის ფსიქოლოგიური თუ რეალური პორტრეტი, რომელიც ეკატერინემ და სოფიამ წარმოგიდგინეს დღეს. ძალიან ვეცადეთ, რომ ის ყოფილიყო რეალურთან ძალიან მიახლოებული კი არა და თქვენი თავი დაგენახათ ამ ყველაფერში და პროტესტი არ გაგჩენოდათ, უბრალოდ თუ კი რაიმე ცოტა გადაჭარბებული მოგიჩვენათ, კარგად უნდა გაიაზროთ და სადღაც რაღაცას მაინც აღმოაჩენთ. და ბოლოს რეზიუმეს სახით ერთი საინტერესო და სახალისო ისტორიაც, სექსის გარდა რაზე ფიქრობენ მამაკაცები, ალბათ ქალბატონებისთვისაც და არა მარტო მათთვის, ყველა ადამიანისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს ეს კითხვა და რას ფიქრობენ მამაკაცები, რაზე ფიქრობენ მამაკაცები სექსის გარდა? თითქოს საკმაოდ საკამათო თემაა, თითქოს არც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პასუხი საკმაოდ მარტივი ყოფილა ყოველი შემთხვევისთვის. ამას ამტკიცებს ბრიტანელი მწერალი შერიდან სიმოვა, რომელმაც სწორედ ეს კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. აი, რაზე ფიქრობენ მამაკაცები სექსის გარდა, რის შემდეგაც საკუთარი აზრი წიგნად გამოსცა ადამიანმა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს წიგნი 200 გვერდისაგან. შედგება და ცოტა მეტიც, თუმცა პასუხი ძალიან მოკლეა, ოღონდ ის კი არ წერია, რას გულისხმობს ამაში და როგორ პასუხობს თუ რას ფიქრობენ მამაკაცების სექსზე ავტორი. წიგნის შეძენის შემთხვევაში თქვენ აღმოაჩენთ, რომ 200-ვე გვერდი სრულიად ცარიელია. ფაქტიურად თქვენ ყდას და ცარიელ გვერდებს ყიდულობთ. თუმცა ეს წიგნი ძალიან დიდი ტირაჟით გამოვიდა და გაიყიდა კიდეც. ნამდვილად ბრიტანელი მწერლის აზრით, კაცები სექსის გარდა არაფერზეც არ ფიქრობენ. წიგნი ბესტსელერად იქცა, ოღონდ არა იმიტომ, რომ საზოგადოება მოტყუდა და შეიძინა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანთა დიდმა რაოდენობამ იდეას თანხმობა გამოუცხადა. აი ბესტსელერი რომ გახდა, უკვე გასაგებია რამდენი ადამიანი დაეთანხმა. ორი გახდა ბესტსელერი. არ ვიცი ხა მამაკაცები რამდენად დაგვეთანხმებიან, რაზე ფიქრობენ ისინი სექსის გარდა? ეს ისეთივე კითხვა ჩვენთვის, როგორიც მამაკაცებისთვის რას სურთ ქალებს, ხო? აი ეს ორი უპასუხო კითხვა, ორივე სქესისთვის. თუმცა ესეც საკამათო თემაა, რა თქმა უნდა. და ძალიან მინდა რომ დარეკოს მსმენელმა და ზუსტად ამაზე შეგვეკამათოს, რომ სულაც არ არის ასე. და ისინი სხვა რამეზეც ფიქრობენ უფრო ბევრს ვიდრე სექსზე. ნახოთ თუ გამოიჩენს ვინმე გამბედაობას, არ ვიცი რატო იკავებენ თავს, ნუ გეშინიათ დარეკეთ. დაგხვდებით ასე გაღიმებული. ერთი სიტყვით გაგაცანით მამაკაცის ფსიქოტიპი, ფსიქოლოგია, ტიპაჟები, ყველაფერი რაც შეიძლებოდა მამაკაცის გარშემო შეგვეკრა და გვესაუბრა ამ თემასთან მიმართებაში. ახლა მუსიკალურ ჭრაზეც უნდა გავიდეთ, რომლის შემდეგაც ძალიან საინტერესო სტუმრით უნდა დაგიბრუნდეთ, ასე რომ დარჩით 100 და 3 ცოლქმრული ფილოსოფია თქვენთან, ეკატერინასა და სოფიასთან ერთად, რა თქმა უნდა. სულ ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით სტუმართან ერთად, ასე რომ დარჩით ტალღაზე. ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინასთან და სოფიასთან ერთად. დღემშვიდობისა გესალმებით კიდევ ერთხელ რადიო მედეფემის საეთერო სტუდიიდან ეკატერინა გახლავართ. ეთერშია გადაცემა ცოლქმრული ფილოსოფია, შემოგიერთით სტუმართან ერთად. სოფია, გამარჯობა. გამარჯობა ეკატერინა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. 13 საათი 12 წუთი დაფიქსირდა ჩვენი დროით. რადიო მედეფემის ეთერში კი ძალიან კარგი სტუმარი გვყავს ცოლქმრულ ფილოსოფიაში, რაც თავარია. ოთონ ემსაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი, მომღერალი, უნიჭიერესი ადამიანი.
მოგესალმებით. მოგესალმები რადიო მედეფემელებს. წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენს გადაცემაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოკლედ ჩვენ პირველ ბლოგში ვისაუბრეთ მამაკაცებზე, მათ ფსიქოლოგიაზე, ტიპებზე და ასე შემდეგ. მოდი სანამ მამაკაცებზე გადავიდოდეთ, ოთო როგორ არის ის გითხრას? მე ძალიან მაგრად ვარ. ნუ ძალიან მაგრად ვარ, კარგად ვარ. მე ხო სულ კარგად ვარ და ეხლაც კარგად ვარ. ორი სიტყვით ხوار მოგვიყვები რა ხდება შენს თავს და შენსკენ? ჩამოვედი ახალ წლებზე საქართველოში, იმიტომ რომ მომენატრა, ჩემი ყველანი მომენატრნენ. მომენატრა ჩემი ქვეყანა, საქართველოს არაფერი არ ჯობია სიმართლე რომ გითხრათ, მით უმეტეს ახალ წლებზე, სადაც ასეთი პატრიოტი ხარ? უხვად გოჭის ხორცირო. კი არ პატრიოტი ვარ. შინაგანი ბუნება ზედმეტად პატრიოტულიც მაქვს, ხან ურა პატრიოტიზმშიც კი გადამდის. მომენატრა ჩემი ქვეყანა ჩამოვედი ახალ წლებზე და 14-ის მერე ისევ გადავწყვიტე რომ წავიდე უკან უკრაინაში და 2-3 დღეში ალბათ წავალ. ხო, ნუ ისეთი აღიარების და გამარჯვების შემდეგ, როგორც უკრაინაში მოიპოვე, მე მაინც ვთვლი რომ ეს იყო პირველი ადგილი იყო შენი. მეორე იყო, მოდი არა, ჩემთვის პირველი იყო, არ ვიქნები მიკერძოებული და სუბიექტური, ამ შემთხვევაში ძალიან ობიექტურიც კი ვიქნები, რომ ну, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. არა იმიტომ რომ ქართველი ხარ, უბრალოდ ეს პირველი ადგილი. ანუ ჩემ ცხოვრებაში ალბათ რაღაც ერთადერთ პროექტად და განუმეორებლად მაინც ჯეოსტარი დარჩება. უკრაინის ახალი ხმა მჭირდებოდა ახალი გზის გაკვალოში და გამოვიყენე და სხვა მიმართლებს ხოლმე ცხოვრებაში და იქ მოხდი სადაც საჭირო იყო იმ მომენტში, იმ წუთს, იმ წამს თუ რაღაც როგორც არის. კარგ დროს აღმოჩნდი სასურველ ადგილას ხო? ადგილას და მყავს პროდიუსერი უკვე რომელიც ალბომს მიკეთებს, მივიდივარ უკვე ალბომის ჩასაწერა და რამოდენიმე ვიდეო რგოლის გადასაღებით. ანუ დღეს ჩვენი გათხოვებულები ვიყავით, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული მამაკაცი მოვიწვიეთ სტუმრად და ძალიან საინტერესო მისი წარმატების საიდუმლო რომ გაგვიმხილოს. საიდუმლო? როგორც წარმატებული მამაკაცის თუ როგორც უბრალოდ წარმატებული ადამიანი საიდუმლო. ჩვენ მამაკაცებზე ვლაპარაკობთ დღეს კონკრეტულად უფრო. კონკრეტულად მე შემიძლია ალბათ როგორც ქართველი მამაკაცი ისე ვისაუბრო. თანამედროვე ქართველი მამაკაცი ალბათ, იმიტომ რომ მაინც 21 საუკუნეში ვცხოვრობთ, რაც არ უნდა 2 საუკუნით უკან ვიყოთ მსოფლიოსთან შეტანებით. ვიტყვი რომ თავისებურია, მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვისაუბრებ, იმიტომ რომ სხვა ქართველი მამაკაცები ხა ნუ არ ვიცი რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით. მოდი აქვე კითხავ, არ დაგაცადე პასუხის გაცემა? არა, დაამთავრე? არა, გისმენ, მე კიდე მაინტერესებს. ხო, ანუ მე რა მაინტერესებს, იცი, აქ წარმატება უკრაინა და ჩვენი თემა, მამაკაცები და ქართველი მამაკაცები. ნუ ეს ზოგადად ცნობილი თემაა, რომ ქართველი მამაკაცები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ უკრაინაში განსაკუთრებით. აი, ეკინოდა. კისერზე არ გეკიდებოდნენ უკრაინელი ქალები? კისერზე არავინ არსად არავის არ მოდი ახლა შეგედავები. თუნდაც იმდენი მესიჯის შემდეგ, რაც შენი მისამართით შემოვიდა ფინალში. აი, როგორ შეგიძლია ეგ თქვა, რომ არ დაიჯეროთ ეგ ამბავიო. დარწმუნებული ვარ, რომ დედრიგი მესიჯებდა ყველა აბსოლუტურად. ხო და აი აქედან დავიწყებ ქართველი კაცის მენტალიტეტს. მე არ ვიცი, მე ვარ თანამედროვე ქართველი კაცი, რომელსაც ძალიან არ მოწონს კისერზე რო გოგოები ეკიდებიან. გოგომ ოი, რა ძალიან ქართველია? ანუ რატო არ ძალიან ქართველები ძალიან მოწონთ უკრაინაში რო კისერზე გოგოები ეკიდებიან, ძალიან სასიამოვნო ეგ თემა, მაგრამ მე რატომღაც არ მომწონს. არც საქართველოში, არც უკრაინაში, ალბათ არც ამერიკაში და არც იაპონიაში მით უმეტეს არ მომეწონებოდა. არ წყალობ იაპონელებს? არა. არ წყალობ იაპონელებს, არ წყალობ რაღაც ძალიან რაღაცაში წყალობ. აი, მოდი მაშინ მოგვიყევი როგორ ხდებოდა ეს ამბავი. ნუ ცნობადი რო იქნებოდი ეს ბუნებრივია. აი, როგორ იყო ეს კისერზე ჩამოკიდების მომენტები? ნუ გადაეკიდე ამ კისერზე ჩამოკიდებას არავინ არ მაინტერესებს არავის არ ეკიდება მართალია. ნუ შენ არ მოინდა, მე ალბათ ამის უფლება არ მიეც. დებილი ვიქნები და უინტერესოც იქნება გადაცემა, რო თქვა რომ არ იყო ინტერესი და მატყუარაც ვიქნები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ არა მარტო ქართულს, უცხოურ მამაკაცებზე, რატომღაც რაღაც ესეთი ძალიან დიდი ინტერესით გამოირჩევიან უკრაინელი ხალბატონები, მაგრამ მე ხომ იმასაც ვიტყვი რომ ცნობენ დღესაც ქუჩაში უკრაინაში და არ ვიტყვი რომ ვიღაცა მართლა არ გამომკიდებია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებს, ანუ აქედან ამ რაღაც თემა ხომ უნდა დავიწყო და აქედან დავიწყო. არ მსიამოვნებს, როცა
გოგო ზედმეტად უხეშად გამოხატავს შენ ამის სიმპათიას. ანუ მე უხეშობას ვეძახი ამას. აი მაინც უხეშობას რას ეძახი? აი მე მირჩევნია მე ვიჩალიჩო რა. ხო, მაგრამ როცა ცნობილი ხარ, ცნობადი ხარ და ეს სასიამოვნოც არის, ხო? საქართველოში კი არა, მარტო უკრაინაშიც რომ გცნობენ, ესეც სასიამოვნოა, ვერ უარყოფ. არა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, არავინ არ თქვას ის, არავის არ დაუჯეროთ, რომ რამე პოპულარობა ვიღაცას არ მოწოს, შეიძლება რაღაც ეტაპზე შეიძლება მოგბეზრდეს, მართლა მოგბეზრდეს, იმიტომ რომ გააჩნია რანაირი გზით გაქვს პოპულარობა მოპოვებული. თუ შენ რაღაც მე არ ვარ ხა ისეთი ადამიანი, რაღაც მომეგონას ასწავლი და მე იმის გარშემო რაღაც დამეტრიალებინა და მე თუ რამის მიმიღწევია, ჩემთვის წყნარად და მშვიდად მივედი იქამდე და მე მსიამოვნებ ძალიან, იმიტომ რომ ჯერ ცუდი ჩემს გამო ხა ვიღაცას არ უთქვამს ესე. მოდი, რადგან კარიერაზე მსიამოვნებს. რადგან კარიერაზე ვსაუბრობთ და მამაკაცი გვაქვს თემა, რა მინდა გკითხო. რამდენად განსხვავდება ის გზები და წარმატების შანსები სქესთან მიმართებაში? ანუ როცა მამაკაცი ხარ, გაქვს რაიმე უპირატესობა ამ მხრივ თქვენს სფეროში, ანუ საშემსრულებლო სფეროს გულისხმობ, თუ არ არის განსხვავება? ზოგად ცხოვრებაში განსხვავდება, ჩემი აზრით. ნუ მე ესეთი აზრი მაქვს, რომ მამაკაცს თავისი ადგილი აქვს, ქალს თავისი ადგილი აქვს. საშემსრულებლო სფეროში და რაც შეეხება საქმიანობას, ბიზნესს, თუნდაც ნებისმიერი სფერო ავიღოთ, ჩემი აზრით არ განსხვავდება, ეხლა რომ არ თქვა ხა ნუ ჯარის სფერო თუ რაღაცა და მუშა სფერო, სადაც ქალს არ შეუძლია საქმიანობა გაკეთოს, თუმცა არიან ქალები, რომლებსაც შეუძლიათ. კი, ნამდვილად არიან. ხო და ჩემ სფეროში ხსა შოუ ბიზნესში არ ამგონია, იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაცაა, ამაზეა დამოკიდებული და არა მუსკულებზე, ყელზე დამოკიდებული და არა რაღაც სიძლიერეებზე და რაღაცებზე და ძალიან ბევრი შემსრულებელი ქალბატონი ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა. ნუ მაგაში და მაინც რომელი ეროვნების ქალბატონები მოგწონს ყველაზე მეტად? გააჩნია. რა გააჩნია? რას გააჩნია? ქართველები მოგწონს ყველაზე ძალიან. შვეიცარიები ძალიან მაგრად მუშაობენ თურმე. შვედები რას გულისხმობ? შვედების ნაწილი, ნუ აი ვიზუალურად. მე გეტყვით, ვიზუალურად ტემპერამენტი ძალიან მაგრები ვართ ქართველები, აი თითქმის ყველაზე მაგრები ვართ ეროვნების ადამიანს არ შემხვედრია, მართლა მომობ. ერთმანეთისგან კი შეიფერეთ. იმიტომ რომ მართლა ეგრეა ინტელექტზე არა მაგაც ვიზიბულად მომწონს ვაში მაინტერესებს ანუ ხუმრობ მე იმას ვამბობ რომ ქართველი ქალბატონები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან აი უკრაინელი რო დამანახო მილიონიდან მილიონს ამოვიცნობ იტალიელსაც ასე შემდეგ ნუ ამოვიცნობ რა აი ქართველი რო ჩააყენო იმათ შორის შეიძლება ვიღაცა სხვა ეროვნების მეგონოს რა ძალიან მრავალფეროვანია ეს ყველაფერი რა საქართველოში და მაგრები ხართ და არ დაიჯეროთ რაღაცა მითები. აი, კათინაურიც დავტყუეთ. ეხლა მე ვატყობ რომ მადლობა ჯერ ერთი, მე ვატყობ რომ თემას გადავუხვიეთ და რა კარიერიდან გადავუხვიეთ. არა. მიმართებაში როგორ არის? კარიერიდან გადავუხვიეთ და სანამ გადავალთ მე მინდა რომ ოთოს ერთ-ერთი სიმღერა ავაჟღეროთ, თუ გვაქვს საშუალება, არა? ერთი ჭრის მერე აუცილებლად ავაჟღერებთ ოთოს სიმღერას, მანამდე კი მინდა რაღაც სტერეოტიპებზე ვისაუბრეთ, ფსიქოლოგიაზე ვისაუბრეთ და მაინტერესებს იცი რა? როგორია შენი გადმოსახედიდან აი მაჩოებს რო ეძახიან აი ესეთი მამაკაცები? მაჩო? მამაკაცი მაჩო, აი ესეთი რაღაცა. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ რამდენად მაჩო ხარ? მე საერთოდ არ ვარ მაჩო ჩემი აზრით. მე ვარ იგითი გორელი ბიჭი, შოულებრივი ძალიან არის. ნუ მაჩო ეს არ ვიცი, მე არ ვაკვირდები მამაკაცებს როგორც მაჩოებს, შესაბამისად ვერ დავიწყებ ამის განხილვას, თუმცა არ ვიტყვი რომ მამაკაცი მაჩოდ შეიძლება დაიბადოს, იმიტომ რომ მას რაღაცა ეტაპები უნდა გაიაროს ცხოვრებაში, ალბათ წარმატებული უნდა იყოს ძალიან პოპულარული, არ ვიცი. ნახე როგორი წარმოდგენა აქვს მაჩოზე, საერთოდ განსხვავებული. ხო, ხა მაჩო ესეთი რო რაღაცა თვალის ჭრილები და იმის მე არ ვაკვირდი რა. სამწუხაროდ საბედია. ვიზუალი არც განსაზღვრავს მაჩოს ტიპაჟს პრინციპში, მაგრამ სადღაც სწორი მიმართულებით წავიდა, წარმატებული, თუმცა რაღაც ფსიქოლოგიაში აკლია და ამის არ არსებობენ ალბათ მაჩოები, რომელიც არ არის ესე ვთქვათ გაპაფსავებული, ანუ ძირითადად ადამიანებს მოგწონს ის, რაც მოსწონს სხვებსაც. შესაბამისად რაც არის მოდაში? რაც არის მოდაში შეიძლება მოდაში არ იყოს, მაგრამ
ზოგადად ესეა რა. ყველა სფეროში ეგრეა, მასობრივად მოწონთ ის, რაც მოწონს ყველას. პროპაგანდა რისიც ხდება ყველაზე კარგად. ხო, მაგას ვამბობ, იმას პროპაგანდა უნდა რომ ყველას მოეწონოს მანამდე. შესაბამისად, ალბათ მაჩომდე დაყენებამდე ჭირდება დიდი პროპაგანდა. ნიღაბი ჭირდება კარგი მეტი არა. ფსიქოლოგებმა როგორც აგვიხსნეს, მაჩო ყოფილა რეალურად მხოლოდ ადამიანი ნიღბით, რომელიც კომპენსირებას ახდენს იმ დანაკლისის, რაც რეალურად აქვს და სუპერ მამაკაცად წარმოგვიჩენს თავს. თუმცა ძალიან თუმცა საზოგადოებაში ამ სიტყვის გაგება არის აბსოლუტურად საპირისპირო. არა, ფსიქოლოგს ყველაფერი კარგად აქვს. ესე იგი, ხა მე მინდა გადავიდე რაზე და მამაკაცის არსებობს ესეთი გამოთქმა იდეალური მამაკაცი, თუმცა ცოტა მოძველებულად მეჩვენება ეს ტერმინი და მისჩენია ნამდვილი მამაკაცის ფენომენზე იდეალური არასდროს არ არის. იმიტომ რომ არავინ არ არსებობს, არც მამაკაცი, არც ქალი და საერთოდ არაფერი არ არსებობს. ვისაუბროთ ჯენტლმენობაზე. ჯენტლმენობა. აჰა. რო გითხრათ ეს ქართველები ნამეტანი ინგლისელები ვართ მეთქი მოგატყუებ, მაგრამ ბევრი რაღაც მაგალითად, რაც არავის არ აქვს მსოფლიოში, ჩვენ გაგვაჩნია გვაქვს დედის კულტი, გვაქვს ქალის კულტი და ეს ყველაფერი ქმნის იმ გარემოს, რის შედეგადაც შეიძლება კაცს უწოდოთ ჯენტლმენი ხა. მე ჯენტლმენობაში იმას არ ვთვლი, რომ ვიღაცას კარი გავუღო პირველი გაატარო. მაგალითად, უკრაინაში სხვანაირად არის, უფრო სირცხვევით ითვლება, ქალი რო პირველი გაატარო კარში. შენ რო გახვიდე ჯერ და მე აიცვა, ანუ პერიმეტრი უნდა მოზომო რა ხდება. ჯენტლმენობა ჩემთვის, ჯენტლმენობა კიდე ნამდვილ, ჯენტლმენობა უფრო კაცურ კაცობამდე მიდის, კაცობამდე მიდის ჩემთვის, ვიდრე რაღაცა აი, ეგ მინდოდა ზუსტად მეკითხა, თანამედროვე ნამდვილი მამაკაცი, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ, შენი გადმოსახედიდან, რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს? რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს? პირველ რიგში თავის თავთან. სწორი იყოს თავის თავთან. პირველ რიგში, რაც ძალიან მაღიზიანებს ამ ბოლო დროს, არ უნდა ჩააგზავნოს თავისი სიყვარული მხოლოდ ყანწში, უნდა მხოლოდ სუფრასთან და თავისი გრძნობები, ისიც ფარისეულური იქ არ უნდა გამოხატოს. ალბათ ყოველდღიურად უნდა კარგ თემასთან. ალბათ ყოველდღიურად უნდა შეეცადოს დაიცვას თავისი ოჯახი, დაიცვას თავისი მე, პირადი მე, ვიღაცებისგან, იმიტომ რომ ვიღაცები სულ არიან ცხოვრებაში. ტერს არ ძინავს. ტერს არ ძინავს, რა თქმა უნდა, ჯაზაბრებულია. დაიცვას თავისი თავი, დაიცვას თავისი ქვეყანა, თავისი ღირსება და არასდროს არ მისცეს ძლიერ სუსტის დაჩაგვისუფლება. არ ვიცი, სამართლიანობა ესე. კი, რა თქმა უნდა, ძალიან სამართლიანი უნდა იყოს ქალთან მიმართებაში. ქალთან მიმართებაში როგორ არის თანამედროვე ჯენტლმენი, როგორ უნდა ხასიათდებოდეს? ქალს გააჩნია. ქალს გააჩნია, რა მიზანი იმართაც სიმპათიით ხარ გამჭვა. ქალი რომელიც მამაკაცზე ჭკვიანია, ინანაიდა და. საშიშია მამაკაცებს არ უყვართ. ედიდები ხოლმე ასე. მე არა, იმიტომ რომ არ მგონია ჩემს ჭკვიანი ქალი. მოდი რა მითხარი, მართალია რომ ეშინიათ მამაკაცებს ჭკვიანი ქალებისო? რა თქვა? არა, გააჩნია რა ეტაპზე ხა ურთიერთობის დასაწყისში არ ეშინიათ, მაგრამ მე საშიში რა მე ხაფანგში მევიან და არა, ჩვენ აქ თუ საუბრობთ ეშმაკი ქალი სხვა არის, ჭკვიანი სხვა არის, მანიპულატორი კიდე სხვა. მაგაზე შევთანხმდეთ რაღაცა დოზით, ყველა ქალს გაქვს ეშმაკე, რისი გამოყენების საშუალებას და განვითარების თუ მოგცა კაცმა. ეშმაკობა დაარქვა, მაგრამ ეს არის რაღაცა განათლების დონე, ხარისხი და მე აქედან შეძენილი სიბრძნე. ხრიკსაც უნდა თავისი დონე. ყველაფერი ისე უნდა. არსებობენ როგორც ქალები, ისე კაცები ბრიყვებით და დაანჭკვიანებით, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვამბობ, სხვა რაღაცას დავიყვანე. ხანდახან ქალი უძებ იშიფრება და იქ ამთავრებ ყველაფერს ალბათ, ხო? ესეც ხდება ხოლმე. ქალი ყველაზე ბოლოს იშიფრება. მამაკაცი უფრო მარტივად შეიძლება გაიშიფროს, ვიდრე ქალი. მე თუნდაც იქ აიღე. ყველაზე რთული გასაშიფრია სნაიპერი ადამიანის მოძებნა თერიმეს და ამიტომ ძალიან ხშირად არიან ქალები სნაიპერები. იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ ყველაზე მეტად შეუძლიათ უпростоრით იყვნენ უხილავები. არის თქონ ძალიან დიდხანს იყვნენ ტრიზუქში ყოველთვის და იყვნენ უნერვოდ ისხდნენ იქ და წარმოიდგინე ხა როგორ კაცი უფრო ალბათ ნახე რა უცებ და მარტივად გვაქცია ტირანება. არა, მე მაგას არ ვამბობ. ანუ მე გეუბნებით რომ თქვენ უფრო ძლიერები ხართ ვიდრე კაცები. მართლა ვამბობ მაგას, იმიტომ რომ
ქალს უფრო ბევრი რაღაცის გადატანა შეუძლია. შეიძლება შიგნით ქალის ორგანიზმში მოხდეს ის რაღაცები, რაც გარეთ არ გამოხატოს და უარესია, მაგრამ მე მაგალითად ვერ მოვით, მე რაღაცა პირდაპირ ოჯახები ხოლმე შუბლით და ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდიც არის ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცების მოთმენა ატანა და სხვანაირად გატარება შეიძლება. მე ვერ ვატარებ, თქვენ ატარებთ. ხო, ესეთი ფაქტია რა, მნიშვნელოვანი დეტალია და ცნობილი ფაქტია, რომ დაქვრივებული ქალბატონები დიდხანს და კარგად აგრძელებენ მეორე ნახევრის გარეშე ცხოვრებას, ვიდრე დაქვრივებული მამაკაცები რაღაცა ძლიერდებიან. ისედაც გადახედე ასაკებს. ოთო იცი რა მინდა კითხო, ერთ-ერთი ეტაპი მამაკაცად ჩამოყალიბებაში არის ჯარში ყოფნა. ყოფილ ხარ ჯარში? მე ვიყავი რეზერვში. ჯარი არ მომიხდე ესე, იმიტომ რომ მაშინ სტუდენტი ვიყავი, ადრე მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარება. ვიყავი რეზერვში, თუმცა ვთვლი რომ აუცილებელია თუ არა იმისთვის რომ კაცად ჩამოყალიბდეს. ჩემი აზრით, კი ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური, ფიზიკური გაიზარდე თუ არა იმ პერიოდში. კი, გავიზარდე. ფიზიოლოგიური, რა თქმა უნდა, აუცილებელია ალბათ მამაკაც. მე არასდროს არ ვიტყვი მსგავსი სამსახურიდან, იმიტომ რომ ჩემი ვალდებულებაა და ვიცი. მე იმ ეტაპზე რაც მჭირდებოდა, ის აუითვისე ვისწავლე ავტომატის დაშლა აწყობა, რაც ალბათ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ სუსაფრთხის წინაშე ვდგავართ ყოველთვის. არა ტექნიკური ფიზიკურად არც მანამდე არ ვიყავი ნაკრებჯანზე. ეს იყო პირველი მცდელობა იმისა, რომ დამოუკიდებლად გეცხოვრა? არა, ეს იყო სტუდენტობის დროსო, მე მივხვდი ეს რეზერვები რომ იყო და თუ ვხდები 18-წლიანი იყო ასე რომ სტუდენტი ვიყავი, უკვე დამოუკიდებლად რო ცხოვრობდი 16 წელს. და ეს რაღაცნაირად კი, ალბათ ის იყო გარდამტეხი პერიოდი, თუმცა მე ვითარდება ეს ყველაფერი და ხმთლად დამოუკიდებლად არ ცხოვრობდი, შეიძლება დედა და მამა მეხმარებოდნენ მაშინ ფინანსურად, მაგრამ მარტო ცხოვრობდიან. კი, მარტო ცხოვრობდი, რა ხან ვისთან ცხოვრობდი, ხან ვისთან ეს ნათესავებთან თავიდან, მაგრამ მე მარტოც გადავედი და კარგია მარტო ცხოვრება ადრეულ ასაკში, იმიტომ რომ ადრე ხვდები რაღაცებს, მით უმეტეს ესეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა. თუმცა ძალიან იშვიათია. ძალიან იშვიათია, ადრე ხვდები რაღაცებს და ადრეულ ასაკში იგებ იმას, რომ ადრევე თუ არ გააკეთე რაღაცები, მე გვიან იქნება. და რა მინდა კითხო კიდევ, აი მამაკაცად ჩამოყალიბებაში კიდე ერთ-ერთი ეტაპია, აუცილებელი კაცმა გაიაროს ეგრეთ წოდებული ქუჩური სკოლა. შენ რას ფიქრობ? არა, მე ამაში არ გეთანხმები. შენი იდეა იყო და მე არ გეთანხმები. თუმცა მე გავლილი მაქვს, გავლილი რა ხა ბირჟაზე ვდგარ ვარ, გადამიფურთხები კიდევაც მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჟარგონები ძალიან ხშირად მიხმარია, შეიძლება დღესაც ხმარობ, არ ვიცი. მაგრამ გარკვეულწილად მე იმას არ ვიცი რომ 24 საათი იდგე. უბრალოდ რაღაც დატვირთვა თუ აქვს მამაკაცის ცხოვრებაში. ჩემი აზრით მირჩევნია ბავშვი და ახალგაზრდა გაიზარდოს ძალიან ტრადიციულ ქართულ ოჯახში, ვიდრე იდგეს ბირჟაზე და არაფერი არ აკეთოს გარდატეხის ასაკში, იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაც ძალიან ბევრ სიბინძურეს წააწყდეს. არიან ადამიანები, რომლებიც სწორი კუთხით ვითარდებიან, მე არიან ადამიანები, რომლებიც არასწორი კუთხით ვითარდებიან. ამიტომ მაგ გარისკო არ არის ჩემი აზრით და მირჩევნია ჩემი შვილი მე გავზარდო კაცად, ვიდრე ბირჟამ გაზარდოს კაცად. ამაზე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი თაობის ბიჭები, რომლებიც დაოდნა უფრო სით თაობა, რომლებიც ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში მუდმივად იდგნენ ბირჟაზე, ახლა უკვე ჩემი უმცროსი ძმის თაობა ყველა არის დაკავებული და მსგავს ბირჟაზე მოიტანა მაშინ და ეს იყო რაღაცა ძალიან დონე ამაღლდა და ეს ძველობა, ქუჩის ბიჭობა, ძველ ბიჭობა, კაი ბიჭობა რაღაცები რო წავიდა, ერთ სიტყვით გადავუხვე. მე არ ვიცი მე იმას არ ვიძახი რომ იქ არ იყვნენ ცუდი და კარგი ადამიანები და არა მეც ვამბობ უბრალოდ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს მაგრამ იცი რა მაშინ ისეთი გაჭირებული პერიოდი და სიტუაცია იყო რომ აი ამაში რაღაცა გასახლებს პოვებდნენ ხოლმე და ამიტომ უკვე დაბალასაკში რომ თავად იმუშაონ ისწავლონ რაღაცის მიერ სახლებში ციო და არ იყო გათბობა არ იყო შუქი არ იყო საჭმელი და ასე შემდეგ რაღაცა ეპოქა მოიტანა თითქოს ესეც ხდებოდა ხოლმე მოკლედ ხო სოციალური ქსელი არ იყო მოდი გადავყლით ეთერს და მაყურებელს ერთი კითხვაც მინდოდა მაგრამ ნუ კარგი დაგიბრუნდებით სულ ცოტა ხანში რო შემოვალთ მერე მუსიკალური ჭრის მერე და სარეკლამო ჭრის მერე ასე რომ დარჩით FM-ზე შემოგიერთეთ გადაცემა ცოლქრული ფილოსოფია ოთო ნემსაძესთან ერთად და ეკატერინასთან და სოფიასთან ერთად ჩვენ საუბრობთ მამაკაცზე და გამარჯობა სოფია. გამარჯობა ეკატერინე. მოგესალმებით.
სოფია და ეკატერინა. ათო ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვა. თუ არის რაღაც თვისებები, ნუ მამაკაცებს უარყოფით თვისებებიც აქვთ, ხო? ვერ ვუარყოფთ. აი ქართულ მამაკაცებს რა ისეთი თვისებები აქვთ ესეთი უარყოფითი, რომ დაუშვათ შენ არ მოგწონდეს და შენთვის მიუღებელი იყოს. საუბრობდა. და რასაც არასოდეს არ გაიმეორებ. ძალიან ბევრი თვისებაა, მაგრამ შენთვის რასაც არასოდეს არ გავიმეორებ, ალბათ რაღაც მოდაში შემოვიდა თუ არ ვიცი რა ხდება. არის ის რომ რაღაც აი წეგან მომბობდი რა სუფრაზე რაც ამბობ და იმას ყანწის გამო ამბობ, ნუ ყველა რო გიყვარს მე მირჩევნია ჯერ ესეთი ტრადიციებით სუფრა ჩვენი არასდროს არ ყოფილა ესე ხრეობა და ასე შემდეგ არასდროს არ ყოფილა მიღებული, უბრალოდ ვიღაცამ შთაგვაგონა ალბათ ისევ დასავლეთიდან რომ აი ეს თქვენი იყოს და თქვენი ყავით კარგად და მე ჩვენენილა მოვალთ და თქვენი ღრიპები დაგედებათ ან რაღაც ისე არ ვიცი, მაგრამ არ მომწონს დასავლეთს სწავლობ იაპონიის არ იყოს. კი, არ მომწონს როცა იმას რასაც ლაპარაკობენ რეალურად ვერ ახორციელებენ და რეალურად სხვანაირად არის ყველაფერი ვიდრე ის ლაპარაკშია. არ მომწონს ის რომ ხან ზედმეტად ფიცხები ვართ, მეც ეგეთი ვარ რა ვქნა. ჯობია რომ რაღაცებში ცოტა მეტი გონება ჩავართოთ, იმიტომ რომ შეგვიძლია. უფრო მეტი რაღაცა სხვანაირად განსაზღვროთ. ნუ ეს უკვე თანამედროვე მსოფლიოს ახალი სტანდარტები ალბათ არ ვიცი. ნუ საქართველოში რამდენად მიღებულია მსგავსი იდეოლოგია არ ვიცი, მაგრამ საზღვარგარეთ ნუ არ ვიცი, კაცო ეაჩხუბ. საქართველოში ამის გარეშე არ შეიძლება ხო ვიღაცამ რო რაღაც გადმომიხდეს, აუცილებლად ვიჩხუბა და მიჩხუბია კიდეც. ხო მეც ეგეთი ვარ, რა ვქნა. და მართალიც არის რა, კაცი უნდა იყოს კაცი და შეეძლოს თავისი ფიზიკური, გონებრივი და სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე დაიცოს თავის გვერდზე მყოფი ქალი და ოჯახი. ანუ მუშტიკრივი უნდა გქონდეს? საჭიროა უნდა გქონდეს აუცილებლად, აბა რა. როგორც ლომებს აქვთ ხოლმე, სანამ ტერიტორიას მოიზომავენ და სანამ ამას შემოსაზღვრავენ, ბევრი ომის გადატანა უწევთ ხოლმე და ასე რომ რაღაცა ადამიანებში თითქმის იგივეა. კი, არა, ჩვეულებრივი მომენტია ეს ქართულ რეალობაშია გაგიკვირდათ ვერ გავიქე. აი მამაკაცის ახასიათად კიდე ძალიან ხშირად მით უმეტეს ქართველებს, არ ვიცი ხა მე არ ვიცნობ, შეიძლება სხვა ერის მამაკაცებსაც ახასიათებთ ესეთი რაღაცა, მაგრამ ძალიან მარიაჟები არიან ხოლმე. ყველაფრით მარიაჟობენ, ლამაზი ცოლით სიტყვაზე. არ მგონია ქართული ლამაზი ცოლით მარიაჟობს. ლამაზი ცოლით რომელი კაცი? არა, ძალიან ეამაყება მის გვერდზე. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ბედნიერი იქნება ის ქალი, ვისაც იამაყება, რომ თავის ქმარს albათ გვერდზე ლამაზი ცოლი აქვს. და ხას უსვავს ხოლმე მისი ძალიან იშვიათი რომ მამაკაცმა ეგ აღნიშნოს. მაგრამ ანუ მე ჩამანათვალი უნდა გამეკეთებინა, რაც არ დამაცადეთ. ძირადღირებული მანქანა, გავლენა სამსახური დაუშვათ, ნაცნობობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის პატარა ქვეყნების დაავადებები. პატარა ქვეყნების სცენებია, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაში ყველას იცნობს თითქმის ესე გამოვიხო მე ძალიან ბევრს ვიცნობ ხა და იქიდან კიდევ ის არ ვიცნობ იმასაც გავიცნობ როცა მოვადრო შესაბამისად გავლენა თუ რაღაცა ეს მარიაჟობასაც დავარქმევთ ჩვენ მოდის აქედან იმიტომ რომ ამპარტავანიერი ვართ პირდაპირ ვიტყვი ჩვენ ქართველები ძალიან ამპარტავნები ვართ და ძალიან ცუდი ეს მეც ეგეთი ვარ ალბათ და ვცდილობ რომ არ ვიყო ხოლმე ძალიან გვიყვარს ყველა გარშემო და არ გვიყვარს ჩვენიანები ხშირ შემთხვევაში რაც ხო ქვეყნებში ეგრე არ არის ძალიან უყვართ თავისიანები და ნაციონალიზმი სხვა რაღაცაში გამოიხატება იქ ალბათ ვართ კი რა თქმა უნდა პლატნოიერი ვართ მაგრამ რაც კარგი ვართ მაგრამ არ შეიძლება იმ ძალიან ბევრი რაღაც კარგის დაკარგვა რაც გაგვაჩნია და ყველას აბა სხვა ერებში შეხედეთ რა ძალიან მეშლება ხოლმე ქართველერზე რომ ორ რაღაცაზე ძამბრაზდები ხოლმე ორ ფრაზაზე ერთ ფრაზაა რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ეს არა ვართ ყველაზე მაგრები ვიცოდეთ თუმცა შეგვიძლია ვიყოთ პოტენციური ყველაზე მაგრები ვართ შეგვიძლია ვიყოთ ყველაზე მაგრები მანამდე უნდა გქონდეს ხო და ვერ ვიქნებით მანამდე სანამ ერთმანეთი არ გვეყურება და ერთმანეთს არ დავაფასებთ მოდი გვეყურდეს ერთმანეთი მეორე რა იყო არ დაგაცადა მეორე იყო ის რომ ანუ პირველი თქვი რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ არ მიყვარს და მეორე ის რომ
100-დან 10 მინუს რო გაეკიდებიან და 10 მინუსის გამო რომ ერთს მიწასთან ასწორებენ, არც ეს არ მომწონს, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარეები, გვაქვს ისეთი რაღაცები, რაც სხვაგან შეიძლება 90%-ს არ ქონდეს რა. ხო და მოდი კარგს გამოვეკიდოთ, ცუცნო დავინახავთ და ერთმანეთი გვიყვარდეს და მაგრები ვიქნებით, აბა ყველაზე მე რა იქნება. ჩინეთის კედელსაც დავანგრევთ, როდესაც ჯირო იქნება. თვლი თუ არა რომ ყველა ქართულ მამაკაცში არის ლიდერობის პოტენციალიც, სურვილიც და ამაზე ძალიან ხშირად კამათი დავა არის ხოლმე, სადაც არ უნდა ჩავარდე, ყველას უნდა რომ ლიდერი იყოს ასე თუ ისე. ეს ძალიან კარგია მე. რამდენად კარგია ყველა მეორე მამაკაც უნდადეს ლიდერობა საქართველოში, სადაც ძალიან პატარა ქვეყანა ვარ, ძალიან ცოტანი ვარ. ლიდერობა რის გააჩნია? შენი თავი თუ არა გაქვს დამკვიდრებული შენ სფეროში და შენს გარშემო, შენ გინდა იქ იყავი ლიდერი და ანუ ამბიცია გვაქვს პირველობის, აი ამას ვამბობ. გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის, მაინც გვაქვს ამბიცია. ჩემი აზრი ესეთია, მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ და ძალიან მორწმუნე რა ხა ყოველდღე ეკლესიაში ვერ დავდივარ სამწუხაროდ, მაგრამ წამს ერთის და ფიქრობ რომ ადამიანები იმას იღებენ ცხოვრებაში, რასაც იმსახურებენ. ელემენტარული მოვლენა შეიძლება ვიღაცას პირველობა უნდოდეს ამისთვის ბევრ რაღაცას აქ ცუცაც კი აკეთებდეს, მაგრამ რეალურად არ მგონია რომ იმ რაღაც პირველობას მიაღწიოს. შეიძლება ეს პირველობა უბრალოდ რაღაც მატერიალურ რაღაცებში გამოიხატოს, მაგრამ ვერასდროს ვერ იქნება ის თავის თავთან პირველი, რაც თავი შენ თავთან უნდა იყოს. თუ რამის ამბიცია გაქვს, ის პირველ რიგში შენ თავთან უნდა იყოს, რომ მე სხვა გარშემოც განახორციელო. კარგი, მოდი მაშინ აქვე რადგან ლიდერებზე ვისაუბრეთ, მამაკაცებს სისტემებზეც გველაპარაკე, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? თქვენ გვეუბნებით რა არის ქალური ბედნიერება? კი, ჩვენ გეუბნებით, მაგრამ თქვენ მაინც ვერ იგებთ, იმიტომ რომ ძალიან განმარტებით ლექსიკონში ქალური ბედნიერება ასე არის გაშიფრული. დედობა. მხოლოდ და მხოლოდ დედობა. ეს არის შვილი შეძენის შემდეგ ქალი არის ყველაზე ბედნიერი არსება. რატო შენ ეთანხმები რომ განმარტებით ლექსიკონში ასე ახლა იმ დედობას ის მეორე მიზეზიც რო ჭირდება ზუსტად მაგას გულისხმობდი და ალბათ ეგეც იგულისხმება. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, შვილის გაჩენა ანუ. კაი, ეგ ხო ბედნიერება ერთი და მე არ ვისაუბროთ, ანუ ოთო არ გინდა გავხსნათ ეს რაღაცა. რაზე ვისაუბროთ შემოგცემ? მამაკაცურ სისუსტეებზე, ისი რა მითხარი, მელოდრამები არ უყვართო მამაკაცებს ამბობენ და ჩვენ დღეს ამოვიკითხეთ, რომ მამაკაცები უფრო ემოციურები ყოფილან და მელოდრამებზე ტირიანო. როგორაა ეს ამბავი? მე ჯერ არ მიტირიან მელოდრამაზე, არ ვიცი მართლა. თუმცა მიტირია სხვა ფილმებზე. რაზე გიტირია? ძალიან ბევრ რაღაცაზე, არ უყურებ სროლებზე და ჩხუბებზე და მელოდრამებზე ფილმებს, მაგრამ უყურებ რაღაც დოკუმენტურ ფილმებს. ძალიან ბევრ რაღაცებს მიტირია. სროლებზე ფილმები მომეწონა? მიტირია მაგალითად რაღაც ისეთ ფილმებზე, როგორ გითხრათ, BBC-ზე რო გადის. რაღაც დოკუმენტურ ფილმებზე არიან ბესლანის შესახებ დოკუმენტურ ფილმებზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ჩემთვის მელოდრამა არ არის. არც როლები არ არის და არც ჭუბები არ არის პრინციპში ეს არის. გინდა არა, რემბო არ მოხსნა. ისე არ შემიძლია არ გავიხსენო დღეს ჩემი ძმის დაბადების დღე და მახსოვს რომ მადლობა და კორადო კატანი ანუ გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა და კორადო კატანი გადიოდა ჩვენს ბავშვობაში ეს იყო პირველი ისეთი კარგი დონის სერიალი და ბავშვებიც კი ძალიან აქტიურად მოყურებდი და კორადო რო ჩაცხრილეს პოლიცია რო ჩაცხრილა თუ რა ვიცი თუ მაფიამ ჩაცხრილა აღარ მახსოვს რომ ჩემი ძმა გავარდა საძინებელში და ტიროდა გულამავს კნილი ტიროდა და ტიროდა მთელი დღე ისე განიცადა და მაშ პატარა იყო 6 წლის ალბათ 5 წლის ესე მაგრამ ძალიან განიცადა მე მაგალითად სიხარულით უფრო შეიძლება ცრემლი წამომივიდეს ვიდრე ყოფილი შემთხვევები ცხოვრებაში ადამიანები ვართ და ჩვენი ემოციები გაგვაჩნია მაგრამ მე პირიქით ვარ ფილმებზე არ მიტირია არ ვიცი მელოდრამები თუ გიყვარს საერთოდ უყურებ ხოლმე მელოდრამები ნანახი მაქვს მაგრამ ესე მიუზიკლი ჩემი სტიქია. აჰა. გამიკვირდებოდა ეს რომ არ გეთქვა, ძალიან გამიკვირდებოდა თან და ასეც უნდა იყოს ალბათ. ესე იგი, მეტი სისუსტე ვერ ვუპოვეთ მამაკაც ცრემლის გარდა. ხალი, ერთადერთი და მეტი არაფერი. აი. ხალი. ალბათ კომენტ ხო? ხო, no comment. ხალია ერთადერთი მამაკაცის სისუსტე. თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება და ვთქვათ. თავი თუ როგორ შეიძლება გამოვასწორო? თავი არასდროს არ დამეკარგავს. ქალის გამო. არა.
ანუ არ ყოფილხარ შეყვარებული. როგორ არ ყოფილო შეყვარებული? ესე იგი, თუ თავი არ დაგაკარგვინა ქალმა, მაშინ რანაირად არის შენი სისუსტე? ხო, აი თქვენი მიზანი რო ეგ არის, რომ კაცი თავი დაგაკარგვინოთ, იმიტომ რომ დამიკარგია არასდროს თავი. აკონტროლებთ, კი, ვაკონტროლებ. მოდი, ნუ განვასწრებთ. შეყვარებულიც ყოფილო, სისულელებით მიკეთებია. აი რა. შეყარებული როგორი ხარ? რა სისულელე გაგიკეთებია? აი ესეთი არ იცვლები საერთოდ. ტესტოსტერონი არ დაბლდება შენს ორგანიზმში, არ ვარდება. ესე იგი, მასში ქალური ჰორმონები ჭარბობს. და ხე გეტყვის არა. შენში ქალური ჰორმონები ჭარბობს. ეს რა უთხარი? ანუ ტესტოსტერონის რაოდენობა შეყვარებულს. ვიხუმრე, კაი, საწყენად არ მithქვამს კაც, ვიხუმრე ხოლმე. მოგვიყევი როგორი სიგიჟე გაგიკეთებია. მაგაზე ხუმრობა შემიძლია თქოს, შიდა ქალის წნევა, მეგონა სულ რაღაცა შიდა ქალის წნევა და თურმე შიდა თავის ქალის წნევა ყოფილი. ხითქი რატო, მაგ შიდა ქალის წნევა მე რატო, მაგრამ რაღაცა ემოდიოდა. გეგონა შიდა ქალი ყავდა. სადღაც იქ. ვაი, მე ქალის წნევა რატო, მაგრამ ანუ გქონდა? არ ვიცი, არ მახსოვს, შეიძლება მქონდა, მაგრამ სულ მიკვირდა რა. ძალიან მაგარი იყო. სულ მე თავის ქალაზე ყოფილა საუბარი. რა საკში გიგონა? ალბათ პირველ კურსამდე მეგონა. ой, არ გადამია. და თან ალბათ კითხვაც გეშინოდა, ხო, რას ნიშნავდა და მალავდა. არა, არ მეშინოდა, არის გამჩენია ეგრე კითხვა, რომ თავის ქალის წნევაზე იყო საუბარი, მეგონა შიდა ქალის წნევა. და ჩემი ცხოვრება. შიდა ქალი რა იყო ეგ? არო ხო და აი ჰორმონებზე გამბავია ალბათ რა. ხო და შეყვარებულს რა სიგიჟეები გაგიკეთებია? ამაზე ვლაპარაკობდით და გადაგვიგორეთ ემა რაღაც. ვიცი. რა სიგიჟე ჩაგიდენია? ყველაზე დიდი და ესეთი. მჯდარო შუქნიშანს და მიმღერია. ესე გვერდზე არყის ბოთლით. მე მოვიდა პატრული და ბანდერას ჩამოდიო მითხრა. არა, ნაბახურია. ვაი, შუქნიშანზე? კი, ეს ბიჭი. ой, როგორ აფოხდი? რა უნდა იქასოს? მერე კიდევ? არ დაგაჯარიმეს? არა. მაგისტვის ვინ აჯარიმებს ადამიანებს? საზოგადოებრივი წესრიგის გამღვევა და შუქნიშანი შეიძლება დააზიანოს სახელმწიფოების დაზიანება. მერია ძალიან დიდი ტრამვა ექნება მაგის გამო ერთი შუქნიშანი თუ დაზიანდა. ესე არ ვიმარიაჟებ იმით მე რა გამიკეთებია, ეს ერთი იყოს და საკმარისი. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რაღაც გამიკეთებია და ძალიან მიხარია, მაგრამ მე რომ ახსენდება და ზუმეცინა. ძალიან სესია მომდა რამე გაგიკეთებიათ, მაგრამ იმ გოგომ თუ ნახა ეს მისთვისაც აკეთებ. არ გამოიხედა. არ გამოიხედა? ნუ ვერ გავიგეო. ვერ დაურეკე, თუ ეს ძალიან ძველი ამბავია. ეხლა არ გიმღერია? სერენადა უმღერე შუქნიშნიდან, მაგას გეუბნები. ღამე იყო? კი, ღამე იყო, ყაზბეგის ქუჩაზე ვერაზე ბოლოში. და ახლოს იყო 50 მეტრის წინ. ой, რასა. ეხლა თუ ხარ შეყვარებული? ეხლა მე სულ შეყვარებული ვარ. ყველა ხელოვანი ასე რატო პასუხობს ამ კითხვას? სიმღერაზე არ ვარ შეყვარებული. ნუ თქმა უნდა ხა შეყვარებული ვარ. სულ შეყვარებული ვარ და შეყვარებული ვარ და ზოგადად იცი როგორ არის ამ პირად ცხოვრებაზე ესეთი ღრმა საუბრები არ მიყვარს, იმიტომ რომ ხო მაგას მივხვდით, მაგრამ ადამიანები რომლებიც ადამიანები რომლებიც ცხოვრება ვიღაცებს მაინც აინტერესებს რამოდენიმე ადამიანს და ის პირად ცხოვრებაზე ღიად საუბრობს, აუცილებლად გამოჩნდება მის პირად ცხოვრებაში ცხრა თავი და მე ირევა ხოლმე იქ რაღაცეები, როგორც წესი და კანონია, ბუნების კანონია და ვერ შეუშლით მაგას ხელს. შესაბამისად ძალიან ბედნიერი ვარ, ვისაც ჩემზე გული შესტკივა, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ, ძალიან გემრიელად ვარ და აი ერთ-ერთი ჯენტლმენის გამოცდილება დავინახე ამ ამბავში. პუნქტი იყო ის, რომ საკუთარ პირადზე არ უნდა ილაპარაკო, თუ გინდა რომ იყო ჯენტლმენი, ეს იმ შემთხვევაში თუ არ შეგეკითხებიან, ეხა ნუ აურია. არც ისე და არც ასე არ არის საჭირო, იმიტომ რომ პირადი არ გახდება პირადი მანამდე სანამ არ გაჩუმდები და სანამ შენთვის არ შეინახავ, ხო? ეს საზოგადო გახდება მერე და ყველგანი. საჯაროა, აღარ იქნება პირადი. მართალი ხო? აი, რანაირი ჟურნალისტი ხარ, ხა შენ გამაგებინე. ნორმალური. არა, ნუ მინდა რომ ხა რაღაცებს არ გადავუხვით. არა, ნუ ეს ცნობილი ფაქტია, რომ 4 წელია ამ თემაზე არ მისაუბრია და ხა არ მგონია 4 წელს ვინმე მასაუბროს. ჩვენს კი ვერ მოვახერხეთ მოკლედ რა. გამწუხაროდ. უნდა დავასრულოთ გადაცემა. სამწუხაროდ დავით გავაკეთოთ. მოკლედ მინდა გითხრათ ის რომ ჩვენი სტუმარი იყო ჯეოსტარი.
თვით ჯეოსთარი 2010 ოთონემსაძე ძალიან დიდი მადლობა მას. ვისიდან დაგეწყო? რა ის იყო პირველი გზა რომელმაც და ყველაზე რთული. პირველი და ყველაზე რთული გზა რომელმაც გაუკლია კიდე უფრო ფართე ასპარეზი მისცა მის შემოქმედებას, ასე ვთქვათ, მის ხმას. მოკლედ, ცოლქმრული ფილოსოფია დღეს მიეძღვნა მამაკაცებს ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად. მე მგონი რომ თემა ფაქტიურად ამოვწურეთ, მე ასე მგონია. ნუ ვერ ვიტყვით რომ ამოვწურეთ, იმიტომ რომ თემა მამაკაცი და ზოგადად მამაკაცი ამოუწურავია თავისი შესაძლებლობებით და მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ყველა თავისი პუნქტით თუ აზრით თუ ყოველფრით რასაც თავის-თავში მამაკაცი აერთიანებს ამდენად. ამაზე საუბარი იმასაც ვიტყვით რომ არ მოგბეზრდება. რაიმე ფორმით მაინც დაუბრუნდებით, დაგიბრუნდებით მამაკაცებო და ჩვენს გადაცემას ცოლქმრული ფილოსოფია ქვია, ასე რომ გვერდს ვერ აუვლით, კიდე შევეხებით. ოთოს მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, ბედნიერება, წინსვლა და რა ვიცი, ყველაფერი ლამაზი და კარგი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ გვესტუმრე ოთო. და წარმატება ასევე მეც მინდა გისურვო შენს გეგმებში, მსლად უკრაინაში ისეც ნუ წახვალ მარტო შორიდან თვალწრემლიან მაგიყუროთ. თუმცა დიდი სიამოვნებით და უკრაინაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ წავალ რომ იქიდან უფრო მარტივად შემიძლია იმ საქმის გაკეთება საქართველოსთვის, რაც აქ უფრო რთული. დაგეთანხმები და სწორი გადაწყვეტილებაც არის და მოუთმელად დაველოდებით შენს შემდეგ პროექტს. ოთოს რაღაც უნდა რო გითხრას? ერთადერთი რაღაც მინდა ვთქვა, მე ვარ ოთონემსაძე და მე უსმენ მედეფემს. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე, წარმატებები შენ, ჩვენ კი ერთი კვირით შაბათამდე დაგემშვიდობებით, კეთილის სურვილებით, თქვენ უსმენთ გადაცემას ცოლქმრულ ფილოსოფიას ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად. მე დავამატებ იმას, რომ შეუერთდით ოთონემსაძეს და უსმინეთ მედეფემს, რა თქმა უნდა, 100 და 3-ზე. გემშვიდობებით იქით შაბათამდე, დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით და ალბათ ლოგიკურიც იქნება. მოდი დავაანონსოთ ეკატერინეს, ჩვენი შემდეგი თემა იქნება ქალბატონი, რა თქმა უნდა. აი ასე დაგველოდეთ, შემოგვიერთდით, იგივე დროს, იგივე ადგილას 100 და 3-ზე შევხვდებით. დროებით. თქვენ უსმენთ გადაცემას ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად.